მადლობელი ვარ ეროვნული ბიბლიოთეკის, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ რეგულარულ დებატებს ყოველი თვის ბოლო პარასკევს. სულ რამდენიმე დღეში ასევე არის 1 ივნისი, რომელსაც ყველა ყოველთვის აღნიშნავთ განსაკუთრებულად, ვებიდა რომ რაღაცნაირად ყოველ წელს უფრო მეტი გქონდეს 1 ივნისს სათქმელი, უფრო მეტი ნაბიჯი, უფრო მეტი რაღაც იყოს გაკეთებული ქვეყანაში იმისთვის, რომ რეალურად გვიამაყოს რაღაც გარკვეული ნაბიჯებით. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ ცვლილებებისა და იმ პოზიტიური რაღაც ცვლილებებისა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, მე ვფიქრობ, ეს სფერო არის კვლავ ის საკითხი, სადაც რეალურად კვლავ არის პრობლემები. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მოგვესმინა აბსოლუტურად ყველა მხარისთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, ერთად გვებჭელა და რაღაც გამოსავლის ძიებაში ვყოფილიყავით, თუ რა არის უფრო სწორი მიდგომა, რა არის გასაკეთებელი უფრო მეტი ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს, ამაზე ალბათ მე მგონი ყველა შევთანხმდებით და დავთანხმდებით და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველას მართლაც გქონდეს ეს საკითხი დაყენებული პრიორიტეტად. ჩვენი მხრიდან არის ამის მზაობა, სურვილი, რომ უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი აქცენტები გავაკეთოთ ამ საკითხებზე, იმისათვის, რომ რეალურად ნამდვილად რაღაც შეიცვალოს ამ მხრივ სახელმწიფოს ოფისი, ბავშვთა ცენტრი მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს იმისათვის, რომ ამ საკითხების რეალურად წარმოჩენაც მოხდეს კონკრეტული ფაქტების და რა თქმა უნდა, რაც თავარია რეაგირება ყველა მსგავს შემთხვევაზე. მე კიდევ ერთხელ ბოდიშ ვხდი, რომ ცოტა შემაგვიანდა და ცოტა აქ ის გამოვიწვია ერთგვარი რევა დღის წესრიგში. დიდი მადლობა ყველას, რომ დათანხმდით და მონაწილეობთ დღევანდელ შეხვედრაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დებატები იქნება ნაყოფიერი და სწორედ ასე, როდესაც ყველა მხარეს მოусმენთ, ალბათ მივდივართ რაღაც საღაზრამდე, მივდივართ საერთო გადაწყვეტილებამდე და მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ყველა ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ და რაღაც გამოსავალი ერთად მოვიძიოთ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე რეალურად ვერავინ ვერ გადავწყვეტ იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს. ანუ ერთად ყველას, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე შეგვეძლება რაღაც საკითხების დაზრვა და რაღაც საკითხების გადაწყვეტა. დიდი მადლობა და წარმოგიდგენთ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიგნებებს. კვლევა იყო საკმაოდ მასშტაბური, მოვიცავით ყველა რეგიონი. გამოკითხული იქნა 3345 საქართველოში მცხოვრები პირი, ანუ ოჯახი და არა მარტო ზოგადი მოსახლეობა, არამედ ბავშვთა დაცვის რეფერალის პროცედურებში ჩართული სუბიექტები, მასწავლებლების, პოლიციელების და სოციალური მუშაკების სახით, რომლებიც დღევანდელ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლები არიან ბავშვთა დაცვის რეფერალის საკითხებს. კვლევის შედეგად გამოვიდა საინტერესო მიგნებები. პირველ რიგში მინდა გადავწყვეტოთ ზოგადად მოსახლეობამ რა თქვა ბავშვთა დაცვის შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი რაც ჩვენ გავაანალიზეთ იყო ის, თუ ვინ ითვლებოდა დღეს საქართველოში ბავშვებს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის 2/3 თვლის, რომ ბავშვობა გოგონებისთვის არის მხოლოდ 18 წლამდე. ანუ 18 წელი, რომელიც არის კანონმდებლობით განსაზღვრული ბავშვობის დასრულების ასაკაც, თითქმის 2/3 მოსახლეობისათვის, რომ ეს საკმაოდ ამ 18 წელზე ნაკლები არის გოგონებისთვის. ხოლო ვაჟების შემთხვევაში 60%-ამდე მოსახლეობის თვალწინით იგივე არის. გამოკითხულთა კვლევამ აღჩვენა, რომ მოსახლეობა მეტნაკლებად იცნობს ძალადობის ფორმებს და მის ნიშნებს ყველაზე კარგად ინფორმირებული არის მოსახლეობა ფიზიკური ძალადობის ნიშნების შესახებ. დაახლოებით 90%-მა სწორად უპასუხა დასმულ წინადადებებს გასცა პასუხი. მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მხოლოდ 60%, დაახლოებით 60% სწორად პასუხობდა კითხვებს. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ასევე რომ ძალიან ესე იგი სამუშაოა იმის მოსახლეობის და პროფესიონალების აზრით, თუ რა არის ძალადობა და რა უნდა იყოს რეაგირების საფუძველი, არის ძალიან ესეთი სერიოზული მსჯელობის და შესწავლის საკითხი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით 50%-მა აღიარა, რომ მათი მშობლები მათ მიმართ ბავშვობის დროს იყენებდნენ ფიზიკურ დასჯას, როგორც ერთ-ერთ ახდის მეთოდს და ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ
მათ შორის დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი იყო ის ადამიანები, რომლებიც თქვეს, რომ ფიზიკური დაჟჯა, ძალადობრივი აღზრდის მეთოდები ზოგადად მისაღები ფორმა ბავშვის აღზრდისთვის. ანუ ეს ციკლი ძალადობრივი, რაც მთლიანად პრინციპში ერთს არ ბადებთ, ჩვენ მოკლებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა საქართველოს შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ მათ შორის გოგონი, ქალები და მამაკაცებს შორის ძალიან დიდი მკვეთრი განსხვავება არ იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაახლოებით გამოკითხულთა 4-5% აღიარა, რომ ის იყენებს თეორიულ ან გამოიყენებს მომავალში დაჟჯის მეთოდს და ფიზიკურ ძალადობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე, როცა პასუხი 25%, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მეტია ის რაოდენობა, რომელიც თქვათ ფიქრობს, მაგრამ აერიდა თქვათ თავს უფლება ვერ მისცა, რომ ეღიარებინა ფიზიკური ძალადობის, ისე თქვათ, მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში. გათვალისწინებით იმით, რომ 45%-მა აღიარა ზოგადად, როცა ვკითხეთ, რომ რამდენად მისაღებია ფიზიკური დაძა, აღიარა 45%-მა, რომ ეს საკმაოდ მისაღები ფორმაა და 60%-მა თქვა, რომ პირიქით ეს მკაცრი დაჟჯის მეთოდები გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე თქვათ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. ანუ რაც უფრო ბილდებოდა შეკითხვის ფორმა, მით უფრო იხსნებოდა საზოგადოება და მით უფრო ღიად ლაპარაკობდა ძალადობრივი მეთოდების მნიშვნელობაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 90%-მა აღიარა, რომ ფიზიკური დაჟჯა და ზოგადად ძალადობრივი მეთოდები წავე პრობლემაა დღევანდელ საზოგადოებაში და მოსახლეობის დაახლოებით 1/3 თვლიდა, რომ ეს მზარდი პროცესი, ანუ მზარდად სიმწვავე ამ ბოლო წლებში მატულობს. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, 76% თვლიდა, რომ სექსუალურ ძალადობას ესე მწვავედ დგას ჩვენ საზოგადოებაში და მზარდი პრობლემა, ანუ ნელა კიდევ უფრო მძიმდება სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება ესეც ცოტა მაღალი შედეგი იყო ისე, რომ ქალები და მამაკაცები დაახლოებით 90% აღიარა, რომ ხშირ შემთხვევაში ქალებმა შეიძლება დახუჭონ თვალი ოჯახში მიმდინარე სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მათი პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ აბსოლუტურად ქალების და მამაკაცების აზრი ერთმანეთს დაემთხვა და განსხვავებას ქრისტიანულ შეჭრილობაში ვერ დავინახეთ. თუ ვინ შეიძლება ხა სექსუალურ ძალადობაზე ვაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ეს ფაქტები და შევეცადე რომ ამ კუთხით მომეტანა თქვენთვის შედეგები. აღმოჩნდა ჩვენ ვკითხეთ ესე რომ თუ ვის ფიქრობდნენ, ვის შეიძლება იყოს პოტენციურად მოძალადე ბავშვზე სექსუალურად. ძალიან ესეთი თქვა მსოფლიოში ესეთი არის საშუალო სტატისტიკა ვთქვათ, რომ დაახლოებით 60% ეს არის ოჯახის ან ბავშვის ნაცნობი პირი. როცა ჩვენ ვკითხეთ საქართველოს ზოგად მოსახლეობას და მათ შორის პროფესიონალებს, პირიქით მათ ძალიან დიდი დაშვება გააკეთეს იმ, რომ ბავშვზე ძალადობს, თქვათ, უცხო ადამიანი და არა ოჯახი ან ოჯახის ახლობელი წევრი. ანუ დაშვება იმისა, რომ ბავშვისთვის ოჯახური გარემო შეიძლება რაღაც სიტუაციაში შეიძლება იყოს ესე ვთქვათ, საფრთხის შემცველი, აი ამის აღქმა ჩვენ საზოგადოებაში ჯერჯერობით ისევ ჭირს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კაცრავად, როცა ვკითხეთ თუ ვინ უნდა ჩაერიოს, როდესაც ხდება ფაქტზე ბავშვზე ძალადობის ფაქტი, აღმოჩნდა, რომ იმისათვის, რომ ესეთი ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთოს, იგი მოქალაქე მან პროფესიონალმა ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ძალადობის ფაქტი უნდა იყოს ძალიან მწვავე და აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების პოტენციურად შემცველი იმისათვის, რომ მათ გააკეთონ განცხადება, ანუ განაცხადონ ფაქტის შესახებ. საგანგაშოა თვალსაზრისით, რომ დაახლოებით იგივე აზრს ითვალისწინებდა ის პროფესიონალები, რომლებსაც 2010 წლიდან ოფიციალურად ევალებათ ბავშვის ძალადობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ზოგადად მოსახლეობის 20%-მა თქვა, რომ იცის რა შეიძლება გააკეთოს ფაქტის ძალადობის ფაქტის შემთხვევაში და მხოლოდ 3%-მა თქვა, რომ არაფერს არ გააკეთებდა.
აი ეს თქვა ეს ლუფტი, რომელიც დარჩა დაახლოებით 80%, ის არის დაახლოებით ესე ვთქვათ სამუშაო ჯგუფი ჩვენი მოსახლეობის, რომელზედაც უნდა მიიმუშაოს ზუსტად იმ კამპანიებმა, იმ საგანმანათლებლო ვთქვათ აქტივობებმა, რომლებსაც უნდა ავუხსნათ, ვასწავლოთ, გავაგებინოთ, რომ რა არის ძალადობა და როგორ უნდა მოახდინონ მასზე სუსტი რეაგირება. ხა ჩვენი ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანმა, რომელსაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, მიმართვიანობის ალბათობა მათ შორის არის გაცილებით მაღალი. ანუ საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმისათვის, რომ რეფერალი რეალურად ამუშავდეს მათ შორის პროფესიონალების კუთხიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობაში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმების შესახებ ცოდნა უფრო მაღალია, ვიდრე მგზავრობა იმისათვის, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ანუ რაღაცნაირად საზოგადოება თითქოს უნდა მომწიფდეს, ელოდება, სანამდე არ განვითარდება სიტუაცია კულმინაციამდე არ მიაღწევს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება დაცვის მიმართვენების პროცედურების მონაწილეების მხარებიდან, შემიძლია მოგიტანთ, რადგან სკოლასთან არის დაკავშირებული, დღეს გაგაცნობთ, თუ რა მიგნებები მოხდა, თუ რა თქვენს ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა სკოლის როლის შესახებ ბავშვთა დაცვის რეფერენდუმის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები გამოხდა 2013 წლის ოქტომბერში და სექტემბრის მონაცემებით სოციალური მომსახურების სააგენტოს არც ერთი ოფიციალური რეფერალი არ ჰქონდა სკოლიდან. ანუ იყო მიმართვიანობები, რეკავდნენ მასწავლებლები სოციალური მომსახურების სააგენტოში, მაგრამ როგორც კერძო პირები. და ძალიან დიდი თხოვნა იყო ნებისმიერი ოპერატორისთვის ან რიგით სოციალური მუშაკის მიმართ, რომ მათი ეს ზარი, ესე ვთქვათ, შემთხვევა დარჩენილიყო ანონიმურად და რო არ გამოხმაურებულიყო მათი ვინაობა, როგორც ინფორმაციის წყაროს. ეს საკმაოდ, ესე ვთქვათ, რკინეული თემა არის ყველა ჩართული პროფესიონალისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურები 2000 წელს შემოვიდა და ეს მოითხოვდა სპეციალური ფორმის შევსებას ნებისმიერი პროფესიონალისგან, მათ შორის სკოლისგან, პოლიციისგან და სამედიცინო პერსონალისგან. მაგრამ როგორც ვთქვით, სკოლიდან არ ხდებოდა. თან კინოული იყო ისიც, რომ ზუსტად სკოლის პროფესიონალებმა მასწავლებლების გამოკითხვების და მანდატურების თითქმის ერთხმნაირად გაიზიარეს ზოგადი მოსახლეობის, თქვათ, ინფორმირებულობა და აი ვთქვათ, მკვეთრი განსხვავება მიუხედავად მათი პროფესიული საქმიანობისა, საზოგადოებისა და მათ შორის ცოდნასა და პრაქტიკასთან მიმართებაში არ გამომშრომებულა, არ დაფიქსირებულა. და უნდა აღინიშნო, რომ სკოლას მარტო გამოვლენის მხრივ არ აქვს დიდი როლი მინიჭებული ამ რეფერალის მიხედვით, არამედ ის არის ერთგვარი, მას აქვს ასევე დიდი როლი მინიჭებული როგორც მონიტორინგის სამსახურს, რომელმაც რეგულარულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თუ ბავშვის მდგომარეობის შესახებ სოციალურ სამსახურს. ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ცოტა პრობლემატურია, იმიტომ რომ ბავშვების სოციალურ მომსახურების სააგენტოს ოშხოში მეტალზე უჭირდა ამ ინფორმაციის მოძიება და ჩვენი, ესე ვთქვათ, კვლევის ეს იყო მიგნება, ესე ვთქვათ, რეკომენდაცია, რომ გაიზარდოს სკოლის როლი როგორც იდენტიფიკაციისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მიმართულებით, ასევე მონიტორინგის პროცესში. და ესეთი დასკვნა იყო, რომ პროფესიონალთა შორის ძალადობის შესახებ ცოდნა უფრო მაღალია, ვიდრე ცოდნა პროცედურების შესახებ. ეს არის მარტო ვთქვათ. და საკმაოდ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს თავიანთი პროფესიული როლის შესახებ ამ პროცედურებში. ანუ რატო ახსენებ პროცედურებს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ჯერჯერობით დოკუმენტი, რომელიც ავალდებული გარკვეულ პროფესიონალებს, გარდა თქვათ ზოგადად მოსახლეობისა, რომ რეაგირება მოახდინოს ბავშვთა ძალადობას ნებისმიერ ფორმის შემთხვევაში, ეს იქნება ოჯახში, სკოლაში თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუტში თუ ქუჩაში. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიონალებამდე მივიდეს სწორი მითითება, ინსტრუქცია, რომ რა არის მათი როლი, რა ფუნქცია მოვალეობები ენიჭებათ ამ პროცესში და მიიღონ არა მარტო როლი, არამედ შესაბამისი მხარდაჭერაც ტრეინინგების, მომზადების და ინფორმაციის სახით. მადლობა. მადლობა, დარეჯან.
მეგობრებო, გამოყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. ერთ-ერთი რაც ყველაზე მწვავე არის, ალბათ არის ის, რომ ძალიან მაღალი ტოლერანტობა არსებობს ძალადობრივი ფორმებისადმი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რაც საგანგაშოა და კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმ რეკომენდაციას, რომელსაც სახალხო დამცველის წინა ანგარიშებში იხილავდით, რაც გულისხმობს აი ამ კამპანიის ჩატარებას და მოსახლეობის და სპეციალისტების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და გათვითცნობიერებას. კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია, ეს მაღალი ტოლერანტობა ძალადობის ფორმების მიმართ, როგორც ჩანს, ვრცელდება არა მარტო ბავშვებისადმი, არამედ ზოგადად ოჯახური ძალადობის სხვა ფორმებისადმიც არის იგივე დამოკიდებულება, რაც იწვევს იმას, რომ მაგალითად სასამართლო საქმეების დროს, როდესაც განქორწინება ხდება, საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიან ბავშვები და არის შემთხვევები, როდესაც მანიპულირებაც კი ხდება ბავშვების გამოყენებით და დაუშვათ გადაწყვეტილების სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულების პროცესში აღმასრულებელს, რომელსაც წარმოადგენს დღესდღეობით საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო, ექმნება პრობლემები და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური პერსონალის მონაწილეობა, ფსიქოლოგის, სოციმუშაკის, რომლებიც ამ პროცესის მედიაციას აკეთებენ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რეფერალური სისტემა, რომელიც 2010 წლიდან გვაქვს, საკმაოდ კარგი მონაპოვარია, თუმცა მისი აღსრულება ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ პრობლემურია და ამას ჩვენ ვაწყდებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად რეაგირებას აკეთებს ადამიანი ქუჩაში შემსწრე, როდესაც ხდება ბავშვის ექსპლუატაცია ან ძალადობა და შემდგომში საქმე ბოლომდე არ მიდის და რაღაცა ეს ჩაკეტილი წრესავით ტრიალებს ეს პრობლემები. ეხლა მინდა ბატონ ბიძინას ვთხოვო, სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო საქმეთა წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოგვიყვეს ამ პრობლემაზე, როდესაც ბავშვით მანიპულირებას აქვს ადგილი განქორწინების და ოჯახური დავების შემთხვევაში. მოგესალმებით პირველ რიგში. აკმაყოფილება გადაუხდის სახალხო დამცველს მოწვევისათვის ჩვენს მამლას ალევიანს რომ ასეთ საზოგადოების წინაშე მიწევს გამოსვლა. მართლა ძალიან რკინეულ საკითხზე მიწევს საუბარი. ბევრი ინფორმაცია მინდა გადმოგცეთ, თუმცა ვეცდები რომ დროში ადეკვატურად ჩავეტიო. უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს როლი აი ამ პროცედურაში, რასაც ქვიას ოჯახური დავა, შემდეგ ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთი ლაით მოტივი და ნათელი წერტილი, რასაც თლიან ყველა პროცესზე შეიძლება იყოს ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში იყოს ერთადერთი, რომ ეს არის საქმე, როდესაც აკეთებს კანონმდებლობის საფუძველზე სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა ამ საქმის ფარგლებში ჩვენ ვიწევთ შესვლა ოჯახში, ანუ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, რამაც შეიძლება დაგვანახოს რეალური სურათი ძალადობის, რომელიც შეიძლება რიგ შემთხვევაში არ გამოდიოდეს ასე თავისუფლად გარეთ. ანუ ეს არის რესურსი ძალადობის შემთხვევების მართვის და უფრო მეტად პრევენციის თვალსაზრისითაც, რომ აი ამ ორი პროცესის დაკვირვებით და მონაწილეობით, რასაც ვიაუხეთ სასამართლო განხილვები ოჯახური დავის დროს და შემდეგ მათი აღსრულება, ჩვენ გვაძლევს რეალურ სურათს, არავის გარეკვა და შეყობინება არ დიდება ამ ყველაფერს, თვითონ მოდის ოჯახი, არა იმის გამო, რომ ძალადობის აღიკვეთოს, არამედ მისი კერძო ინტერესის დასაკმაყოფილება, თუმცა ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ შევხედოთ ამას სხვა თვალით, სხვა კუთხით და შევაფასოთ არა ის კონკრეტული შემთხვევა, რა სამართლებრივ რეგულაციაში მოეწონა, არამედ ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან რა არის გასაკეთებელი და ის კვლევა, რომელსაც თქვა ამ შემთხვევაში გაეროს წარმომადგენლები აკეთებდნენ, ეს ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური ფუნქციის განხორციელებასთან ერთად კვლევაც ვაწარმოოთ ამ ყველაფერს. უმნიშვნელოვანესი ნეგატიური ასპექტი არის ის, რომ სასამართლო დავები ბავშვებთან დაკავშირებით მშობლებს შორის მათი აღსრულება თავითვე როგორც კი დავაწყება არის ხანგრძლივი. ანუ ეს არის პირველი დარგვა, რომელსაც ასე ვთქვათ, ცალსახად და გარდაუვლად მიიღებს ეს ბავშვი. ეს შეიძლება არ იყოს უშუალოდ ძალადობის განხორციელება, თუმცა მე ვცდილობ დავამკვიდრო ასე ვთქვათ, ჩემთან სამსახურში ტერმინი არაჯანსაღი გარემო ბავშვის ცხოვრება იმ რეჟიმში, რა რეჟიმში ვთქვათ, მისი მშობლები იმყოფებიან და ეს გრძელდება მართლა ძალიან დიდ ხანს. ნებისმიერ სასამართლო დავა მეგობრებო, ერთი ინსტანცია და მეგობრებო, სამი ინსტანცია და შემდეგ ეს ყველაფერი გადაზრდილი ისევ აღსრულებაში და ისევ დამატებითი ადამიანების და სუბიექტების მონაწილეობით ცხოვრების წარმართვა არის იმ თავით და დამოუკიდებელი შემთხვევები. შესაბამისად,
ის რასაც თქვა საკანონმდებლო ბაზა გვთავაზობს იდეალური რა თქმა უნდა არ არის, თუმცა არსებობს პროცედურა, როგორ იმართება სასამართლო დავა, როგორ ხდება აღსრულება, თუმცა ყველა აი ამ ეტაპზე არსებობს პარალელი ძალადობასთან და აი გარემოსთან, რა გარემოშიც უწოდ ხოლმე არასოწამო პირებს ყოფნა. ამიტომ ჩემი აზრია ის უფრო წინ და უფრო უკან და მოვიაროთ უნდა დავუშვათ უფრო უკან და ვებრძოლოთ არა იმ შედეგებს, რასაც უკვე სოციალურ მოსახლეობის სააგენტო წააწყდება სასამართლო დავაში და შემდეგ აღსრულებაში კიდევ უამრავი პერიოდი, არამედ მიზეზს თუ რა იწვევს და პრობლემა არის ის, რომ სამწუხაროდ ინგრევა ძალიან ბევრი ოჯახი და ეს სტატისტიკა მადლობს სამწუხაროდ ჩვენი მონაწილეობით არის ერთი ციფრი, თუმცა ჩვენს გარეშეც ინგრევა ოჯახები, როდესაც სასამართლოში მიმართვა არ ხდება და ეს არის რეალური პრობლემა და ამას სჭირდება სწორედ თვითშეგნების და ასე ვთქვათ ოჯახის კულტურის ამაღლება საკითხად ყველა ადამიანში და მიდგომა ისეთი რომ მე არ მჭირდება ვთქვათ როგორ უნდა ვიყო ოჯახში მეუღლე, მამა, შვილი და ასე შემდეგ უკვე დამოუკველია, იმიტომ რომ ადამიანის მხოლოდ იმისთვის რომ განვითარდეთ ყოველდღიურად და არავითარ შემთხვევაში ალბათ თავიდანვე იმ ჩვენ არში რომელიც გავაჩინე უნდა მოვისმინოთ და ვისწავლოთ ეს ყველაფერი და ესეთი ცნობიერების და თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლების ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი, თორე შედეგი ის რომ ოჯახი დაინგრევა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვერ გათვლილ არ მოხდეს ასეთი, თუმცა მოხდება, მაგრამ მოხდება უკვე ინდივიდუალურ შემთხვევაში. ერთ მარტივი მაგალითი პრეზენტაციაზე კი მქონდა უკვე თვალსაჩინო წარმოდგენილი, მარტივი მაგალითი თქვა რეალური ყოფილი ცხოვრებიდან თქვა შეფასება თქვენთვის მომინდია. ოჯახმა დაიწყო დავა შვილთან დაკავშირებით სხვა ბევრ მოვლენასთან ერთად ერთ-ერთი მათი დავის საგანი იყო რომელიც საბავშვო ბაღში მიაყარა ბავშვი და პირველი ინსტანციაში ისე გაგრძელდა მათი დავა, რომ უკვე გადაწყვეტილების ბოლო ეტაპზე, ასე ვთქვათ, ოცნება გამოცხადებული იყო, სასამართლო დაბრუნდა თავიდან გახილვაში, იმიტომ რომ ბავშვი უკვე იყო სასწავლებლად და დაიწყო ახალი დავა უკვე სკოლასთან დაკავშირებით. ეს უკვე არის პრობლემა და ამ პროცესში მხოლოდ თქვა ძალადობის ნიშნების ისე რომ დაბრუნდა იდეა ჩემი რაც არის რომ ძალადობის ნიშნების ამოცნობა არ მიმაჩნია თავარი უფრო მეტად არის ეს სოციალური პრობლემა რომ ორი ადამიანი ისე საზღვრავს მის შვილის მომავალს თავიანთ უფლებებსაც ისე უყურებენ დაავადებულებს რომ აუცილებლად ჭირდება ჩარევა. შემდეგ თქვა იწყება არანაკლებ კიდევ და მნიშვნელოვანი პროცესი ამ ბავშვისთვის, როდესაც უკვე დაიწყება აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებების და როგორც წესი ეს აღსრულება არანაკლებ კინოელი უკვე იმიტომ რომ უშუალოდ ბავშვი მონაწილეობს. სასამართლოს თქმით შეიძლება ბავშვმა არ მიიღოს მონაწილეობა და ეს პროცესები მის გარეშე ხდებოდეს, მაგრამ აღსრულების პროცესი არის უკვე თავარი მოქმედი პირი ამ ურთიერთობაზე და შესაბამისად მის თვალწინ მის გასაგონად ხდება ეს ყველაფერი, ეს უკვე მეორე ასე ვთქვათ კინოური დარტყმა, თუ არ ჩავთვლით რომ მარტო ოჯახი დაინგრა და დედა და მამა ერთად აღსრულებს, უკვე ესეც ისე ხანძლივ პერიოდთან დაკავშირებული, იმდენად ხანძლივ პერიოდთან, რომ სასამართლო განსაზღვრა კონკრეტული წესი აღსრულების საათის გრაფიკის დაწესებით, ისე მალე გადის დრო, რომ ეს ბავშვი გადადის უკვე ახალ სასამართლო დავაში, უკვე როდესაც საათებზე აღარ არის საუბარი, საათებზე საუბარი არის უკვე დასვენების დღეებზე, ამის გათების საკითხებზე და ასე შემდეგ, ანუ თითქოს ჩაკეტი წრეზე უწევს ამ ბავშვს ყოფნას იმ ეტაპამდე, სანამ ან თვითმშობლები, ან თავადის, ანულა იმ შეგდებები, ან რამე დრო და ბუნება არ ჩაერება, იმდაბარად რომ მოიხსნას ეს პრობლემა. ამიტომ თავარი გასაღები აუცილებლად უნდა ვეძებოთ ჩვენ პრევენციაში და არა შედეგების მიმართ ბრძოლაში, იმიტომ რომ შედეგი რა თუ კი დაიწყო ესეთი დავა უკვე დამოუკველია, ამიტომ მიმაჩნია რომ შედეგს უნდა ვებრძოლოთ სხვა მექანიზმით, მაგრამ უფრო მეტი რესურსი, როგორც ფინანსური ისე ადამიანური, ჩემი აზრით მიმართული უნდა იყოს სწორედ პრევენციისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიის წრეში სამართლებრივად კიდე სხვა პრობლემატიკასთან ვიცით შეხება და ეს პრობლემატიკა ძალიან სერიოზულია, უბრალოდ დროის სიცხის გამო ასე ყველა ინფორმაციის მოდანაში ჭირს მოკლედ გეტყვით, რომ სამართლებრივი პრობლემატიკა დგება იგივე აღსრულების პირობებში, თქვა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება დაიწერა, ის უნდა აღსრულდეს, ეს კონსტიტუციური პრინციპია, თუმცა შეიძლება არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი ან ერთი თქვა ფსიქოლოგი ან ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, რომელიც იწვევს, რომ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, ესე იგი უკვე იქნება სამართლებრივი დილემა ამარტო ეს სოციალურ პრობლემატიკასთან და ბავშვთა უფლებებთან არ გვაქვს ჩვენ საკითხი, აქ სახელმწიფო ინტერესის მიკვეთება.
სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის ინტერესი, როცა გადაწყვიტა აპრიორი უნდა მივიღოს საქსიომად, შესაბამისად აღსრულება შეიძლება მოხდეს ისე, რომ სულ ყოფილა ის სასამართლოს სწორი და აქ ორი ადამიანი, ან ერთი უწყება კონკრეტული სააგენტოს სახით, ღებულობ გადაწყვეტილებას, რომ არა სასამართლომ არ დაწერა, ეს ასე არ არის, ბავშვის ინტერესი არის სხვა, ანუ პრობლემა იქნება უკვე სასამართლოს როლს საერთოდ ამ ფუნქციებში და მე უბრალოდ ინფორმაციის სახით კიდევ ერთ გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი დაიწყო სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაც სწორედ ამ ტიპის პრობლემა სამართლებრივი წარმოჩენილი დაწერილი სასამართლო გადაწყვეტილება და სხვათა შორის ეს იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა, სწორედ იმ მოტივით, რომ ბავშვს არ სრულდა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სტრასბურგის მოსამართლე და პოზიცია ამ საკითხზე როგორი იქნება. არსებობს იურიდიულად მექანიზმი, რომ უნდა ასრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება და მივდივარ სასამართლოში, იმიტომ რომ უნდა ასრულდეს, მაგრამ თუნდაც არსებობს რაღაც მექანიზმი, როდესაც შეიძლება არ ასრულდეს. და უკვე კომპლექსია სოციალური, ბავშვის უფლებები და სამართლებრივი მდგომარეობის ეს პრობლემატიკა მნიშვნელოვან დილემას ქმნის, ამიტომ მე გაწვდით ამ ინფორმაციას იმისათვის, რომ არაჭეშმარიტებას ვიზახი, არამედ თქვენი აზროვნება უფრო ფართო მიმართულებით წარიმართოს. პრევენციის თვალსაზრისით კიდევ ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მთელი გულით და სულით შემატყიობ, არის რომ სასამართლო დავების, ოჯახური დავებისთან დაკავშირებით საქართველოში უკვე დაინერგა მედიაციის სისტემა. მე დღევანდელი სტატისტიკა შემიძლია გითხრათ, რომ უკვე პილოტირების რეჟიმში 2 მედიაცია ჩაატარა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამგვარიდან 1 წარმატებით დასრულდა, მორიგდნენ მედიატორთან მოდავე მშობლები და 1 წარუმატებელი, თუმცა ეს არის ძალიან სასტარტო, მაგრამ მაინც უყოფილობა რამ ციფრით, იმიტომ რომ ეს ნებაყოფლობითი მედიაცია თავად ხარეები წყვეტენ და არ არის სავალდებულო, ანუ ბევრი ოჯახური დავა საერთოდ მისი მონაწილე მოდამხარები უარს ამბობენ ამ ტიპის მედიაციაზე და მაინც არის სტერეოტიპი ის, რომ არა მედიატორს არ ვენდობთ, სამართლე რასაც მეთქვის იმას გავაკეთებ. თუმცა საწეს ეტაპზე ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველა საქართველოს მოქალაქეებს იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომ მან თავად უნდა შეძლოს მის პრობლემებთან გაკვლევება, პროცესირება და ეს პრობლემები არ უნდა გადაიტანოს მესამე პირების, მოსამართლეების, სოციმუშაკების და იურისტების კისერზე, ისინი შვილთან და ოჯახურ ურთიერთობებს ვერ მოაგვარებენ, ეს არ არსებობს და ასეთი კანონი არ დაწერილია. აი ინსტიტუტის გამყარებას მათი სოციალური სტატუსის, როგორც ოჯახის წევრის, როგორც მოქალაქის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის ამაღლებას აუცილებლად შეუწყობს ხელს ეს მედიაცია, იმიტომ რომ მედიატორი სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრება მათ, რომ მიაგნებიოს ქსელი მეთოდები, როგორ უნდა მართოს მან თავისი პრობლემა და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაამართლებს თუ ამ მედიაციის მექანიზმს დაუმატებთ, ასე ვთქვათ, აი მონიზებებს, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატიდან გვიჭებული გვაქვს რეკომენდაციები, რომ აუცილებლად საინფორმაციო აქციები ფართომასშტაბიანი არის საჭირო, ეს სირაქლემის ტოზაში ჩადგომას დაიმსგავსებს, რომ არ ამივიღოთ აუცილებლად მეც პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავეხვევი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აუცილებელია გაიზარდოს აი საინფორმაციო ხელმისაწვდომობა თითოეული ადამიანის, რომ იცოდეს სად, როგორ რა არის და როგორ უნდა წარუწყოს ამათური საკითხს, რომელიც დაუბრუნდა ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში ვთქვათ, ასე ვთქვათ, უფრო მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ ჩემი საუბარი, იმიტომ რომ პრობლემები მართლა ძალიან ბევრია და მე მზადავარ ნებისმიერ სურათთან ერთად ამ პრობლემებზე ვთქვათ, სხვა გარემოში და სხვა ვითარებაშიც ვისაუბროთ. არის ის, რომ აუცილებლად მიმაჩნია კიდევ ესეთ ჩემი სუბიექტური აზრია, აუცილებელია სოციალური კამპანიის წარმოება ზოგადად ყველა სფეროში და მათ შორის ბავშვთა ძალადობის კუთხესაც, რაც უკვე მედიის დახმარების საშუალებით უნდა გავხსენდეს ძალიან ბევრი ვიდეოროლი და საინფორმაციო გადაცემები დაეთმოს ზოგადად სოციალური როლი ადამიანის მოქალაქის სამართლებრივ საზოგადოებაში და არსებობს ამის ევროპული ძალიან კარგი პრაქტიკა და გამოცდილება და მუშაობს ეს სოციალური რეკლამა, რაც თავარია, ეს არ არის მოგების მიღების მიზანი, ეს არის რეალურად ის, რომ ადამიანები დაფიქრდნენ თავიანთ თითოეულ მოქმედებაზე და დავანახოთ შედეგი ჩვენ რეკლამით და იქნებ აირჩიოს ის სწორი გზა, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჭეშმარიტად მართებულია. ამიტომ მიმაჩნია, რომ აი ეს პატარა ნაბიჯები უნდა შეივსოს სხვა ნაბიჯებით და ეს სოციალური პრობლემატიკა მთლიანობაში დავძლიოთ და მთლიანობაში მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ შედეგი თუ კი დადგება იყოს ერთეული და კონდეს მასთან გამკლევის საშუალება, მაგრამ უფრო მთავარი არის, რომ პრევენციის გზით ვებრძოლოთ
აი ესეთ ძალადობას, ოჯახურ და არაჯანსაღ გარემოში ადამიანების ყოფნას, რომ გარეშე ფაქტორები მოგხსენებათ ისედაც ბევრია ჩვენს ყოფით ცხოვრებაში და ამას ყველაფერს ჭირდება ჩვენი მხრიდანაც გაძლიერება და გამყარება. მადლობა. მადლობა ბიზინა. მოსმენისათვის და მადლობა ეს. მინდა დავამატო რაც ბიზინამ თქვა ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი რაც სამწუხაროდ ბავშვებზე გადაწყდება ხოლმე ოჯახური დაავადებისას, ეს არის ის ტრავმა, რასაც მშობლების კამათის ან დაპირისპირების დროს ბავშვები ღებულობენ და შემდგომში ის ცვლის მათ ცხოვრებას გარკვეულწილად. ერთ-ერთი რასაც პროფესიული თემი დღეს საქართველოში სთავაზობს მშობლებს, ეს არის გარკვეული რჩევები და კარგი იქნება თუ მაგალითად ფსიქოლოგის კონსულტაცია დაინერგება ეს შემთხვევაში, რათა ბავშვზე მოხდეს რაც შეიძლება ნაკლები ზეგავლენა ოჯახური დაავადების შემთხვევაში. ჩვენ დღეს დროის სიმცირის გამო ვერ წარმოგიდგინეთ ფსიქოლოგის მოსაზრება, თუმცა ალბათ გვექნება დებატებში საშუალება. სამაგერად გთავაზობთ ბროშურებს, სადაც არის გარკვეული რჩევები, განქორწინება და ბავშვები, ესე ქვია ამ ბროშურას და არის ის ასპექტები ასახული, რასაც ის გავლენა, რასაც ბავშვები განიცდიან და ის რჩევები, რაც გასათვალისწინებელი, რათა ბავშვებმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღონ. ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი წვლილი პრევენციაში, მედიაციასთან ერთად, რათა არ მივიდეს საქმეები სასამართლომდე. ასევე და კიდევ კარგი იქნება თუ უშუალოდ სასამართლო პროცესის ან აღსრულების პროცესის დროს სახელმწიფოს უფრო მეტი რესურსი ექნება იმისა, რომ კვალიფიციური კადრი ჩართოს, როგორც არის ფსიქოლოგი და მოხდეს იგივე მედიაციის პროცესში ფსიქოლოგის კონსულტაციის გამოყენება და აი ამ პროცესში ბავშვის ინტერესების საუკეთესოდ გათვალისწინება. ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ან არგანაშვილს, რომელიც წარმოგვიდგენს მოხსენებას. მოხსენება ეხება ბავშვთა ძალადობის მიმართ ორმაგ სტანდარტებს, ასევე მონიტორინგის პროცესს და აი ამ მხრივ რა სიტუაცია არის. ანა არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ქვია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის და თხოვთ. ბატონო, მიკროფონი ჭირდება? როგორც ისმის. მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან მიხარია დღეს თქვენთან შეხვედრა და ძალიან დიდი მადლობა სახალხო დამცველს ამ შეხვედრისთვის. აი ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, რა ფასს ვადებნი ამ შეხვედრას. მთელი ეს წლები, რაც მე გაცნობიერებულად ვცხოვრობ და ადამიანის უფლებებთან მიწევს შეხება, ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის არის, რასაც ვხედავ არის ის, რომ ჩვენ საზოგადოების ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ ჩემი აზრით, პირადი აზრით, ადამიანის უფლებების რაობა. და ალბათ ყოველ მესამე ადამიანი გავეცერო და ვკითხოთ, რატომ უნდა დაიცვა ადამიანის უფლებები, გვეტყვის, იმიტომ რომ დადგენილია. და არ გიპასუხებს, იმიტომ უნდა დაიცვა ადამიანის უფლებები, რომ ხვალ მე არ გავხდე ამაზრზენი პიროვნება. ანუ რეალურად სწორედ ეს არის, რასაც ვხედავ ჩვენ საზოგადოების პროგრესს, რომ ჩვენ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი და გავარკვიოთ, გვესმის თუ არა, რა არის საერთოდ ეს. ბავშვთა უფლებებში მთელი სიფართით არის წამოჩენილი ეს პრობლემა, როდესაც აი ეგერ სახალხო დამცველი ინტენსიურად ურთიერთობს ხალხთან და როდესაც შეიკითხები, აი საიდან შეიძლება იცოდე ბავშვთა უფლებები, გეტყვი რომ მეც ვიყავი ბავშვი და მეც ვყავს შვილი. რაც არის აბსოლუტურად არარელევანტური იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტია, რომ ყოველ ჯერზე ვარღვევთ ასეთი დიდი მოცულობით. ანუ ჩვენ როგორც ბიზნესმა თქვა, ცოტა უკან უნდა დავეხიოთ და ალბათ შევხედოთ საერთოდ რას ვაკეთებთ, ვინ ვართ და რაში გვჭირდება ეს ბავშვთა უფლებები. ახლა ვეცდები რომ თვალსაჩინო მაგალითით წარმოგიდგინოთ რა გვიჭირს ამ ბავშვთა უფლებებში და დაგითხოვთ კითხვას. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობს აუდიტორია, ბავშვის ცემა, იმიტომ რომ ცუდად მოიქცა, მაგალითად რამე გააფუჭა, დაამტვრია, რა ფენომენია? აი, ციტო, რა არის? ბავშვის ცემა რა არის? დავატოვოთ. კაი. მაშინ მე გეტყვით, პოლიტიკოსის ცემა რა ფენომენია? დანაშაული. ქალის იძულება რომ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდეს, დანაშაული. და ბავშვის იძულება რომ გავათხოვოთ, იძულებით ქორწინება. მაშინ, როდესაც გაარომ ეს კონვენცია დაწერა, აი, ხავტონი ალბათ დამეთანხმება. იმიტომ დაწერა ეს კონვენცია, რომ ბავშვის უფლებას რაც შეეხება გაცილებით მაღალი სტანდარტით უნდა დავიცვათ. მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ვერ ხვდება, რომ ირღვევა და ამიტომ ჩვენ ვიცავთ მის ჭეშმარიტ უფლებას.
მაგრამ აღმოჩნდა რომ რეალურად პირიქით ვაკეთებთ. ანუ ერთსა და იმავე მოვლენას თუ ეხება ბავშვს არის ძალადობა და თუ ეხება დიდს არის დანაშაული. ხა ეს იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, ხო ჯერ დაუკვირდეთ რატომ ვაკეთებთ ამას. მე ხარ როგორც იურიდიულის მესამე კურსელი სტუდენტი, ახლა არ მაქვს დიდი კომპეტენცია, მაგრამ ცეცხლის სამართლის საფუძვლები ნამდვილად გავიგნობს და იქ მე მასწავლეს, რომ რაღაც ფენომენი რო დანაშაულად შერაცხო, გაქვს რამდენიმე კრიტერიუმი, რაც უნდა დააკმაყოფილოს. ნუ უნდა მიაღწიოს დანაშაულის დონეს, უნდა იყოს საზოგადოებისთვის საშიში. ესე იგი რა ხდება? ესე იგი ჩვენ საზოგადოებისთვის საშიში არ გგონია ბავშვის ცემა, ბავშვის შეურაცხყოფა, ღირსების შელახა და საზოგადოებისთვის საშიში გგონიას დასრულისთვის ამის გაკეთება. ფუნდამენტურად ვწდებით, იმიტომ რომ კვლევები გვეუბნებიან, რომ აი ეს ღირსების შელახვა გვიბრუნდება მერე იმად, ვინც ქუჩაში გვცემს. ან სერიული მკვლელი. სერიული მკვლელი. ანუ ფუნდამენტურად ორჯერ საშიშია ბავშვზე განხორციელებული ძალადობა, დანაშაული, ვიდრე დასრულებზე, მაგრამ ჩვენ თავს ვიკავებთ ამის გაცნობიერებისგან. რატომ ვიკავებთ თავს? ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთვის სხვა რამე არ ვსწავლებიათ. ანუ ჩვენ გვასწავლეს ესე ცხოვრება. მე არ მავიწყდება ერთ-ერთი მონიტორინგის დროს, როდესაც მასწავლებელმა განანებით მითხრა: კაცო, აკრძალეს ეს ძალადობა და ეხლა რაღა მგვეშველებაო, როგორ მართოთ ეს ბავშვები და მე გული მეთკინა, იმიტომ რომ არ იცის იმ ადამიანმა როგორ მართოს ბავშვები. და მე რო დავფიქრე, სად უნდა ესწავლა როგორ მართოს არაძალადობრივი გზით ბავშვი. ანუ ჩვენ ვინაიდან სხვა გზა არ ვიცით, ადვილი გამოსავალი მოვიფიქრეთ, რომ ამ ეს მოვლენა დავაკრინოთ და სხვა. ეხლა კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, აი ახლა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი კვლევაზე მუშაობს და იმ კვლევაში არის ესეთი მონაცემი, როდესაც პოლიციელი ამბობს, რომ მე როცა პატრულირება, ოჯახში რო შევიდეო და იქ ძალადობა, იქ ხონად დარჩე დაელაპარაკოთ, ამასობაში ქუჩაში ხულიგნობა მოხდებაო. და იმას ვინ გააკონტროლებს? ანუ ხულიგნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ ის ბავშვი ფაქტობრივად დამნაშავედ იზრდება. ახლა არ მიყვარს ეს კაუზალური რაღაცები, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ვაკანინებთ ამ მოვლენას და ვიძახით ძალადობა, მეკითხით დანაშაული. და ამას კანონმდებლობაც უწყობს ხელს. ოჯახში ძალადობის კანონში პირდაპირ წერია, რომ არის დანაშაული. მაგრამ ჩვენ ძალიან მარტივად გონიათ, ხო, ცემა რა მოხდა, არაუშავს. ეს მინდოდა და უბრალოდ პირველი მოსაზრება, რას დამეფიქსირებ. ეხლა რა ხდება ამის შედეგად? ამის შედეგად ხდება ის, რომ არ შეიძლება რამდენიმე წლის წინ სხვანაირად ვფიქრობთ, მაგრამ აი ახლა ვაღიარებ ესე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველამ ასე ვთქვათ, ცოტა არ იყოს ხელები დავიბანეთ და ყველაფერი გადავულოცეთ სოციალურ მუშაკებს. ესე იგი, საჭმელი არ აქვს სოციალური მუშაკი, ძალადობს სოციალური მუშაკი. ჩვენ გონია, რომ ვიღაცა ერთს თუ დავავალებთ ამას, ეს მოგვარდება. ამ დროს, როდესაც ბანკისში მაგათაც შევხვდი სოციალურ მუშაკებს, მე ვუნა რომ ვერ ვარწმუნებ პოლიციელს, რომ მომეხმაროს. იმ შემთხვევაში თუ ეს დანაშაულია, ვისი სამუშაო სფეროა? მართლმსაჯულების, პოლიციელის, პროკურორის, პედაგოგი, ყველას ერთად, მაგრამ ძალიან მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ. სოციალურ მუშაკს დავარეკოთ, ბავშვი გვაუხლია. აი ამას მე ვხედავ დღეს. და სოციალური მუშაკები იმ რესურსებით, რა რესურსებიც აქვს, მე არ ვიცი. შესაბამისად, ძალიან ლოგიკური მგონია ის, რაც ხდება. ანუ ერთ ჯგუფზე გადაბარება ამ ხელა პასუხისგებლობისა, მათ შორის ჩემი. რა თქმა უნდა, მე ყოველ კვირა მწხვენია, როდესაც რაღაცა მოვლენას წავიკითხავ მედიაში და არაფერ რეაგირებას არ ვაკეთებ. აბსოლუტურად გადაბარებული გვაქვს ეს ყველაფერი ერთ სექციაზე. იგივე NGO-ები არ მწვენიათ თუ ვიტყვი, რომ არასამთავრობოების როლი არის ჯერ კიდევ ძალიან სუსტი ბავშვთა ძალადობის მიმართ მუშაობაში. ჩვენს გვჭირდება, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი მუშაობს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და ესე იგი, კარგად ვერ ვთხოვთ. ეს პრობლემა მაქვს, რომ რამდენი საჩივარი მაქვს დაწერილი? 4 ან 5. საკმარისია? არა. ესე იგი, ჩემშია პრობლემა. ან ძალიან ხშირად აპელირებ ხოლმე პოლიტიკური ნება, სად არის პოლიტიკური? მე უნდა შევქმნა პოლიტიკური ნებით, ჩემი მოთხოვნა. ანუ ჩემთვისაც ცოტა დისკომფორტია, რომ სულ იყავი, რომ და ამიტომ ძალიან კარგად ასე ვთქვათ, გადამაქვს სახელმწიფოზე პასუხისმგებლობა. არა, ეგრე არ არის. ჩემი დისკომფორტი მე უნდა კარგად შევირგო და სულ უნდა ვიყვირო. დილა საღამოს, იმიტომ რომ სახელმწიფო ამით იმუშავებს კარგად. და რა ვქნათ? მეორე იმაზე გადავა, რახან ცოტა დროა მონიტორინგი. არც მეტი, არც ნაკლები ვიტყვი, რომ ეს არის გადამწყვეტი. NGO-ები მონიტორინგის გამოცეულ ანგარიშებს კითხულობთ ლუპით.
ფრაზებს, სიტყვებს შორის რა წერია, რამე მეტი ხო არ შეიძლება დაწერილიყო, როგორ გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ მთლიანად დაყრდნობილი ვართ რეალურად ამ ეტაპზე იმ უწყებებზე, ვინც ატარებს მონიტორინგს. ამიტომაც გონია კატასტროფა, როდესაც სახალხო დამცველის 50% რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ანუ ძალიან ხშირად, როდესაც რაღაც მოვლენა ხდება, მე ვუბრუნდები მონიტორინგის ანგარიშებს და ვეძებ, აქ ეწერა. ეს რომ გაეთვალისწინებინათ, ეს ხომ არ მოხდებოდა. მეცაც გეტყვი, მეორდება 2012 წელს აიშა როცა იყავი სახალხო კი ბატონო, თანამშრომელი. წელს იძულებული ვართ, რომ რამდენიმე რეკომენდაცია გავიმეოროთ ხარდას. ანუ ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ აი პრევენციას საუბრობ და ბიძინა, რა არის პრევენცია? იცოდეთ წინასწარ რაღაც მოხდება და აღკვეთ. არ იცის სახელმწიფომ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში რო წერია ის მართალია? და რამდენი ხანი უნდა დაელოდოს, რომ ის გამოვიდეს და ახლა გუშინ კითხულობდი, მე მგონი კახეთის საინფორმაციო ცენტრი რო არ ყავდეს, არ ვიცი რა გუშველება. სერიოზულად ვამბობ, ყველა, ესე იგი, თუ სადმე სექსუალური ძალადობა ხდება, ყველა წერია, მაგრამ მე გულიმის ხდება, ესე იგი, კახეთში რო ეს ხდება, სხვაგან რა ხდება და მე არ ვიცი. სხვაგან ფილმში არ. ანუ ეს არის ზუსტად პრობლემა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი რო წერს, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლის 14 წლის მოზარდის 3 ადამიანმა გააუპატიურა. და მანამდე რომ სახალხო და თუმცა აი ბოლო ანგარიში არ შემხვედრია და ვიმედოვნებ რომ დიდ ანგარიში ალბათ იქნება ძალადობის თავი, რომ გუშინა ესე საფიქალა დაუფორცლეს სახალხო დამცველს ანგარიში. თავი იქნება სპეციალურ ანგარიში, მაგრამ ეხანდელ ანგარიში არის ნამდვილად. კარგად ნახე ლუკი. ხო, აქ მაგ წამაღებული და შეგვიძლია ვნახოთ. ანუ მე სვავ ესეთ კითხვას, ეს ხომ შეიძლება და სახელმწიფო ცოტა ადრე ცოდნოდა, რომ ბავშვები, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში არიან, ძალიან ხშირად არ არის ინფორმირებული ის აღზრდელი, რომ არ უნდა გაატანოს ეს შობელს, ხო? ზუსტად ამ кейსში ფიქსირდება, მას არ ქონდა კანონიერად გაყვანის უფლება. გაყავდა ეს გოგო 14 წლის და საჭმელს არ აძლევდა მანამდე, სანამ სექსუალურ კავშირს არ დაამყარებდა. აი ეს არის ჩემი პრობლემა. პრევენციაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სიტყვა პრევენცია არის გამოცლილი შინაარსი. ეს 2013 წლის ივნისში. 2013, დიახ, ანუ შინაარსი არ აქვს სიტყვა პრევენციას. ძალიან ლამაზი სიტყვა და იმის იქით გვაქვს კონკრეტული პრევენციის საშუალებები, რასაც არ ვიყენებთ. და დაუბრუნდები რითიც დავიწყეთ. ეხლა როგორც ვიცი, მიმდინარეობს კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები, როდესაც შეუტყობინებლობაც იქნება სანქციას დაქვემდებარებული. ზუსტად ეს არის, ხო? 2007 წელს ამბობდა ამას სახალხო. კი, მაგრამ ეხლა შევიდა, ხო, ეხლა შევიდა პარლამენტში. იქნებ ზუსტად ეს არის, რომ ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ ხო, მე ვცემ და ესე გავზრდი, იცოდეს მაინც რას ამბობს. ანუ შეიძლება ადამიანი თქვას, მე მოვკლავ და ესე გავაკეთებ, ხო? მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დანაშაული და მერე შეიძლება სურათი თავიდან ბოლომდე შეიცვალოს. დიდი მადლობა და მადლობა ანა. მე მინდა გავაგრძელო ანას მოსაზრება დავეთანხმო იმაში, რომ როგორც ერთ-ერთმა აღზრდელმა აღნიშნა, რომ არაძალადობრივი აღზრდის მეთოდები მისთვის უცნობი იყო, ასევე შეგვიძლია ჩვენ მიუდგეთ იმ 60% მოსახლეობას, რომელიც წაახალისებს ამ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს და დავსვათ ესეთი კითხვა. ვიცით რომ ადამიანი ხშირად იმიტომ კი არ აკეთებს რაღაცას, რომ იმიტომ კი ვერ აკეთებს რაღაცას, რომ დაუშვათ არ უნდა ამის გაკეთება, ან გონია რომ ეს ასე უნდა იყოს. უბრალოდ იმიტომ რომ არ იცის ეს როგორ გააკეთოს, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დაუშვათ სწორი ინფორმაციის მიწოდებას, განათლებას, იგივე ტოლერანტობის შემცირებას ძალადობის მიმართ და ძალიან კარგი მონიტორინგის რეაგირების მექანიზმების დანერგვას, რომლის იმედსაც იძლევა ეს ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხარდაჭერითაც მომზადდა. მინდა ქალბატონ ლია გიგაურს ვთხოვო, პატარა მოხსენებით წარდგეს. ქალბატონ ლია მინისტრის მოადგილე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
მე რომ ცოდნოდა ფორმატი ალბათ სხვანაირ პრეზენტაციას მომზადები, სამწუხაროდ მე მოვედი ციფრებით და გადაჭრის გზებით და მეგონა რომ ელექტრონული პრეზენტაციის საშუალება იქნებოდა რომ ინფორმაცია უფრო ადვილად მისულიყო მსმენელთანაც და ალბათ უფრო კარგად გაზრების საშუალება გქონოდა, მაგრამ შევეცდები ახლა რომ ძალიან მოკლედ მოგახსენოთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის შესახებ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში და აქაც ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და ყველამ ვიცით რა პრობლემები არსებობს. მე მგონი არავინ არ ამტკიცებს იმას, რომ პრობლემა არ არის. ყველა საერთო აზრი გვაქვს და მიზანიც საერთო გვაქვს, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. იმიტომ რომ თვალების დახუჭვა იმაზე, რომ თითქოს ძალადობა, მე ხა კონკრეტულად სკოლა შევეხები და არ გავალ სასკოლო სივრციდან, ნამდვილად არ მიგვიყვანა და არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ მე საუბარი მაქვს ბოლო ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც მე აქ მუშაობ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ასევე სკოლიდან მოდის სამინისტროში, იმიტომ რომ დღემდე არ არსებობდა სულ რაღაც თითქმის თვენახევარია დასრულდა პირველად ერთიანი სისტემური დოკუმენტის შექმნა, როგორიც არის ძალადობისგან თავისუფალი სკოლის სტრატეგია და პოლიტიკა. აქამდე ასეთი დოკუმენტი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საუბრობდით და მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ სკოლა თავისუფალი უნდა იყოს ძალადობისგან, უსაფრთხო და ჯანსაღი პოზიტიური სასწავლო გარემო მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო შედეგების მისაღებად, მაინც იყო ცალკეულ აქტივობებზე ორიენტაცია და ცალკეული აქტივობები, როდესაც ის არ არის სისტემური, რა თქმა უნდა, არ არის შედეგის მომტანი. ახლა იმაზე, რაზეც საუბრობდა დავუშვათ ანა ამ შემთხვევაში და ყველა მაქვს მომხსენებელი, რომ არსებობს საზოგადოებაში ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ძალიან დაბალი დონე, სკოლაც არის ამ საზოგადოების ერთ-ერთი ნაწილი და ზუსტად ასეა სკოლის შიგნითაც. და მინდა გითხრათ, რომ მასწავლებლების და მშობლების მხრიდან ზუსტად ეს ტოლერანტული განწყობა ძალადობის მიმართ და რაზე მაქვს საუბარი, როდესაც მშობელი ეუბნება თავის შვილს, რომ შენ უნდა მაგარი იყო და შენ სხვა დაჩაგრო და ამის წახალისებას ახდენს. როდესაც მასწავლებელი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში კლასის მენეჯმენტს ზუსტად ძალადობრივი მეთოდებით ახორციელებდა. ასე სწრაფად და ადვილად არ ხდება ამ ადამიანების მენტალიტეტის გარდაქმნა და 1 და 2 ტრენინგი ამას არ შველის, რაც არ უნდა ეს ტრენინგი იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. და ზუსტად ამიტომ მაღალი საგანმანათლებლო შედეგების მიღწევისთვის უნდა შექმნილიყო პოზიტიური და უსაფრთხო ძალადობისაგან თავისუფალი გარემო და აქვე შემდეგში რომ არ გამორჩეს, მე მინდა გითხრათ, რომ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია ამ დოკუმენტის განხილვაც და ასევე ახალი კამპანიის დაწყებას ესეთი სამუშაო თარიღი პირველი კონფერენციის არის 7 ივნისი და მე ყველას გეპატიჟებით თუ თარიღი შეიცვლება ეს ამასაც გაცნობებთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში შეკრებილი საზოგადოების ერთი საერთო მიზანი არის ის, რომ ბავშვი დაცული იყოს ძალადობისაგან, რაც შემდგომში უკვე ჯანსაღ საზოგადოებას მოგცემს. მე წეღან აღნიშნე ჟურნალისტებთანაც ის, რომ არასოდეს არ იქნება ძალადობის ფაქტები, ამაზე ვერ დავდებთ ვერავინ თავს, ალბათ ყოველთვის იქნება, მაგრამ რას ვაკეთებთ პრევენციისთვის? მე აღარ დავიწყებ საუბარს, რა პრობლემებია სკოლაში, იმიტომ რომ უკვე რაც იყო აღნიშნული პრობლემები, მე მგონი ცხადია. ერთი მინდა გითხრათ, რომ ფიზიკური იქნება ეს ემოციური თუ სექსუალური ძალადობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის სწორად უნდა იყოს იდენტიფიცირებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს სტატისტიკა და შემიძლია ნებისმიერ თქვენთაგანს უკვე ეს პრეზენტაცია გადმოუგზავნო, ძალიან მაღალია კიბერ ძალადობის ხარისხი განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, იმიტომ რომ ჩვენ 37 სკოლა იყო ესეთი ძალიან ჩაღრმავებულად გამოკითხული და მანდატურის სამსახური მუდმივად აწარმოებს ამ სტატისტიკას, რა ტიპის ძალადობის ფაქტებია სკოლაში. და მინდა გითხრათ 2012 თუ 2013 წელი განსხვავებით დავუშვათ რეგიონებისაგან და სოფლებისაგან ყველა ქალაქში და ყველაზე მაღალი ეს იყო მაჩვენებელი თბილისში. ეს თანაკლასელთან დაკავშირებით ფოტოების ხვდებით როგორ ფოტოებზეც არის შექმნა რაღაც დაპროექტება, გავრცელება, მესიჯებით მუქარა, ძალადობა, დაშინება, მათ შორის გამოძალვა ფულის არის ძალიან, ასე ვთქვათ, მაღალი მაჩვენებელი სკოლებში. ამიტომ, როდესაც ჩვენ სტრატეგიაზე მუშაობდით, ამის მოლოდინი ასეთი მინდა გითხრათ, რომ თავიდან არ გქონდა და ზუსტად ამ ფოკუს ჯგუფებში გამოიკვეთა, რომ თურმე ეს მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის თვალსაზრისით.
ძალადობის ფაქტები, სასკოლო ძალადობაზე თუ საუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლის ძალადობა ბავშვის მიმართ, შეიძლება ბავშვი ძალადობდეს მასწავლებლის მიმართ, მასწავლებლები ერთმანეთის მიმართ, ადმინისტრაცია მასწავლებლების მიმართ და ეს ხომ ჯაჭვური რეაქცია, თუ მასწავლებელი თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, არ აქვს მნიშვნელობა ის მასწავლებელი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია თუ შიდა სტრუქტურული, ის ამას ავრცელებს შემდეგ მოსწავლეებზე. თუ ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, შემდეგ მას უნდა რომ სკოლაში გახდეს დომინანტი და ძალადობს სხვა ბავშვებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ სწორად იყოს განსაზღვრული სტრატეგია და პოლიტიკა, მე სიტუაციაზე აღარ დავიწყებ საუბარს, როგორც გითხარით, უბრალოდ ის, რომ იდენტიფიკაციის პრობლემა არსებობს მასწავლებლების მხრიდანაც, მშობლების მხრიდანაც, ზუსტად ეს განაპირობებს კიდევ ერთხელ ამ ძალადობასთან დაკავშირებული ეს მაჩვენებლები მაქვს. ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების არც თუ ადვილად გადაწყვეტის თავშოთ პროგნოზირებას. ძალადობის შესახებ ინფორმაციის წყარო ვინ ხდება სკოლაში, როდესაც ხდება ძალადობა. მინდა გიხდათ, რომ ძირითადი წყარო მაინც არის იმ სკოლებში, სადაც არსებობს მანდატური სამსახური, მანდატური. ისეთი სკოლები, სადაც არ არის მანდატური, შეძლების დაგვარად იკავებენ თავს, რომ ძალადობის იდენტიფიკაცია მოახდინონ და სკოლის დირექტორი თვლის, რომ ის მართავს პროცესებს, შეხვდება და გაესაუბრება მშობელს და ეს ბავშვი, რომელიც ალბათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შეიძლება ახლიდან გახდეს ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე უფრო რაც სულის შემძვრელი, ასე ვთქვათ. როდესაც მშობელი სკოლაში ძალადობს ბავშვზე, მთელი სასკოლო საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ დაბალი ქულა მიიღო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მასწავლებელმა შენიშნა ის, იმიტომ რომ მშობლის მოლოდინი ყოველთვის არის ის, რომ მისი შვილი უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო. და ის თუ არ აკმაყოფილებს ბავშვი ამ მოლოდინებს, ზუსტად მაშინ ხდება მშობლის ძალადობის მსხვერპლი და წარმოიდგინეთ, როდესაც მშობელი ძალადობს ბავშვზე ფიზიკურად, ემოციურზე რადაც და შესაძლებელია რომ დავუშვათ იქ ისეთი კონფლიქტი წარმოიქმნას, რომ ძალიან გაჭირდეს ამის რეგულირება, ის სახლში როგორ ხდება თავის შვილს და რა სიტუაცია იქნება ამ ბავშვს სახლში ამასთან დაკავშირებით. რაც თავარი აგრესიის პროვოცირება ხდება. ამიტომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტა, რითაც დავიწყეთ მუშაობა, ეს იყო სკოლაში პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს და სივრცის შესაქმნელად მომზადებული ადამიანები შესულიყვნენ და ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ამ სასკოლო საზოგადოების, მუშაობა მიდიოდა ბავშვებთან და სამართლებრივი კულტურის როგორც საგანი შევიდა, იმიტომ რომ იგივე რაც ისწავლება სამოქალაქო განათლების კურსში უფლებებთან დაკავშირებით, ასწავლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელსაც კი აქვს გავლილი ტრენინგები, მაგრამ ცნობიერება როგორ შეეცვალა და დამოკიდებულება და ღირებულებები ჩვენ ეს არ ვიცით, ხო? ამას ვერ ვზომავთ. არ არსებობს ამ შეფასების სისტემა და ამ შეფასების სისტემაზეც ახლა ვიწყებთ, რას აკეთებს კლასში მასწავლებელი მუშაობას. მე არ მინდა გამოვიდეს ისე თითქოს ყველა შეგვიძლია განვიხილოთ ერთსა და იმავე კონტექსტში, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ტენდენციაზე, ხო ასეა საუბარი, რომ როგორია უფრო მეტი დავუშვათ უფრო ხშირად მიღებული შედეგები. ამიტომ შეიქმნა ის სამსახური, შემიძლია თქვა, რომ რეფორმირება მოხდა მანდატურის სამსახურის და დაემატა ახალი მიმართულებები. არასწორად იყო გაჟღერებული თითქოს მანდატურები გახდნენ ფსიქოლოგები. რა თქმა უნდა, მანდატურები არ გახდნენ ფსიქოლოგები. ახალი მიმართულება გაჩნდა ამ სამსახურში, ბავშვთა დაცვის და მედიაციის ოფიცრები მზადდებიან, იმ მანდატურების ჯგუფში არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბავშვი ფსიქოლოგია გავლილი და ეს ტრენინგები არ არის ერთჯერადი, ესა მინდა აღვნიშნო. უნდა იყოს პერმანენტული, იმიტომ რომ მუდმივად ხდება გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეხლა ის მანდატურიც არის ამ საზოგადოების წევრი და რა თქმა უნდა ის რადგან მანდატური სტატუსი აქვს, ის არ უნდა განვიხილოთ, თითქოს შეიძლება ის არ გახდეს მოძალადე, ასევე იმ სკოლაში, ხო? ესეც შეიძლება იყოს პოტენციური მოძალადე, გააჩნია სიტუაციას, გააჩნია როგორ მოქმედებს და ჩვენ ამის ფაქტებიც გვქონდა. ამიტომ დაიწყო მანდატურების გადამზადება, შემდეგ ახალი სელექცია, გადარჩევა ამ მანდატურების. მეორე მიმართულება, რომელიც შეიქმნა, ეს არის ფსიქოლოგიური სერვისი, ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც რეგიონების მიხედვით გაიშალა და დაგეგმილია კიდევ უფრო მეტად გაშლა და ფსიქოლოგების მომსახურება გახდა აქტიური აი ამ სკოლებისთვის. მინდა გითხრათ, რომ 1 წლის განმავლობაში, მე გეუბნებით, როდესაც შეიქმნა ეს სამსახური 2013 წლის 10 აპრილიდან დღევანდელი მდგომარეობით მიმართვა არის 600, აი ამ სიტუაციაშიც კი, როდესაც იდენტიფიკაცია არ ხდება, როდესაც ნაკლებად ხდება, როდესაც არ არის გააზრებული ეს ძალადობის ფაქტები სკოლაში, როდესაც არ აქვს ცოდნა მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოებას დირექტორი იქნება ადმინისტრაცია თუ ნებისმიერი წარმომადგენელი, მაინც მიმართვიანობა სკოლის მხრიდან იყო 600 და აქედან
თვითონ უკვე აგერ არის ჩვენი ფსიქოლოგიური ცენტრის დირექტორი განისაზღვრა და დადგინდა რომ აქედან 159 ხო იყო წმინდა ძალადობის ფაქტი. ეს არის აი ესეთ მოკლე პერიოდში ასეთი დაუშვათ ცოდნის და ინფორმირებულობის კონტექსტშიც, როდესაც არის ასეთი მაღალი მიმართვიანობა. ის რომ გადამზადება ჭირდება ყველა სკოლაში, ვინც არ უნდა იყოს ეს სკოლის დირექტორი იქნება ეს მასწავლებელი, იქნება მშობელი და სკოლამ უნდა აიღოს ზუსტად ეს ინიციატივა საკუთარ თავზე, იმიტომ რომ მშობელი როგორც რესურსი სკოლაში განხილულია და მოასწავლებლებმა უნდა ჩაატარონ ზუსტად ეს საინფორმაციო კამპანიები, მიაწოდონ ინფორმაცია, ბროშურები, უზრუნველყო იგივე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები, ზუსტად მასწავლებელი სკოლის ნებისმიერი წარმომადგენელი, მათ შორის მშობელია ის პირი, რომელიც ახორციელებს გადამისამართებას და მიმართვიანობას ამ ფსიქოლოგიურ ცენტრთან, მაგრამ ისეთ შემთხვევაში თუ მშობელი თვითონ არის მოწალადე, რა თქმა უნდა, მას ასე ვთქვათ, არ ესმის თავისი ქმედების აზრი, ან თუ ესმის, სულ არ იქნება მომხრე, რომ ას გადამისამართება მოხდეს და ასეთ შემთხვევაში ინიციატორი ხდება ხოლმე თვითონ სკოლის მანდატური, სკოლის ადმინისტრაცია და ნებისმიერი მასწავლებელი. რატომ არის დაბალი მიმართვიანობა? სოციალურ სააგენტოსთან და სოცმუშაკთან, იმიტომ რომ ამ ჩვენს ფსიქოლოგიურ ცენტრში უკვე ყავს ის სოცმუშაკები, რომლებიც ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობენ ამ ოჯახებთან და ამ ბავშვებთან და თუ ისინი ხედავენ საჭიროებას, თვითონ ეს ცენტრი მიმართავს და ასეთი პრაქტიკა ძალიან ისეთი კარგად მუშაობს ამ სოცმუშაკს დახმარებისათვის იმ შესაბამისი რეგიონის ფარგლებში. მე რომ ძალიან არ გამიგრძელდეს და გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ, სტრატეგიული პრიორიტეტები და მიმართულებები რაც განისაზღვრა, ერთ-ერთი პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. ანუ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლი პრიორიტეტი, სადაც არის სამოქალაქო ცნობიერების განვითარება და უფლებებთან დაკავშირებული განათლება, ყველგან წამოიწევს წინ ახალი პროგრამის ფარგლებში, სულ ახლა დაასრულდა და ჩვენ გვექნება უკვე 2-3 დღეში დიდი პრეზენტაცია ახალი 10 წლიანი სტრატეგიის, ეს არის განათლების კონსოლიდირებული სტრატეგია, რომელიც მოიცავს სკოლამდელ, სასკოლო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას. ანუ ერთი მთლიანი განათლების დოკუმენტი დაიწერა, ასეთი კონსოლიდირებული დოკუმენტი აქამდე არ მქონია და აი იქ, სადაც არის ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის მიმართულება ზოგადი განათლების კონტექსტში, მე ვსაუბრობ რა მიმართულებით წავა მუშაობა. ეს არის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ საგნებთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლება, რასაც რა თქმა უნდა დაჭირდება თვითონ სამართლებრივი და სამოქალაქო პროგრამების გადამუშავება, დაწყების საფეხურზე შესაბამისი საგნის დამატება და ბადეში აუცილებლად უნდა ჩამოვდეს, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ სამოქალაქო განათლებას და უფლებებთან დაკავშირებით საუბარს ვიწყებთ მე-9 და მე-10 და მე-11 კლასში, არის დაგვიანებული და ყველაფერს რასაც ვამბობ, ახლა აქ რა თქმა უნდა კვლევების სათაურებს არ მოვიყვან, დაფუძნებულია კვლევაზე ეს ყველაფერი, ჩვენ ხედავთ რომ ეს არის ძალიან დაგვიანებული. შემდეგში ეს არის ფოკუსირებული მიდგომასთან ერთად გამჭოლ პრიორიტეტად სხვადასხვა საგნებში გატანა ამ საკითხების. მასწავლებლების და მანდატურის სკოლის ადმინისტრაციის ფსიქოლოგების გადამზადება, როგორც იდენტიფიკაციის მიზნით ძალადობის და პირველად ეხლა ხდება ძალადობაზე პასუხისმგებელი პირის, ანუ ვინ უნდა აიღოს სკოლაში. იქ სადაც არის მანდატური და ესენი უკვე გამოიყვნენ მანდატურის ჯგუფის უფროსი, ვისაც აქვს ფსიქოლოგიური განათლებასა, ზუსტად ასე მოხდა სელექცია, იქ სადაც არ არის სკოლის დირექტორის მოადგილე, ანუ თუ მასწავლებელი ახდენს იდენტიფიცირებას, პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა თითოეულ სკოლაში ერთი ადამიანი, იმიტომ რომ როდესაც ეს არის გაშლილი და ინდივიდუალურად იწყებენ მუშაობას და ფაქტი რა ხდება, ჩვენ ვიცით როგორც მითხრა ხოლმე რომ მე მეგონა რომ ვესაუბრე დედას, ვესაუბრე მამას, იყო აქ მივედი ოჯახში მასწავლებელი ამბობს, მაგრამ იმ მასწავლებელსაც არ აქვს ცოდნა როგორ უნდა ესაუბროს. ახლა ყველა მასწავლებელს ვცემ ძალიან დიდ პატივს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ჩვენი თაობა და ძირითადად მასწავლებლები რომელი თაობაა, როგორ სწავლობდნენ და ემზადებოდნენ ამ მიმართულებით და არც არის მე მგონი გასაკვირი ის რომ იყოს აქ ცნობიერების დაბალი ხარისხი. საადამრიგებლო პროგრამების განვითარება დაიწყო ინდივიდუალური მუშაობის მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ეს ტრენინგები იქნება სისტემური, უკვე დაიწყო ფსიქოლოგიურმა ცენტრმა ამ ტრენინგების ჩატარება, მანდატურები არაერთხელ გადამზადდნენ, მაგრამ რადგან ყველა სკოლაში მანდატური არ არის, უკვე რომელი რიცხვიდან იწყება, ლევან მე მგონი ივლისიდან, ხო? იწყება მასწავლებლების ჯერ პასუხისმგებელი პირები გადამზადებიან კიდევ ერთხელ, როგორ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება. ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დავუშვათ ერთი კვირიანი ან ორკვირიანი ტრენინგი ძალიან
ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს, მაგრამ ეს არის დასაწყისი, იმიტომ რომ პირველი დონის ტრენინგები დავარქვით და შემდგომში მუდმივად მოხდება ამ თემაზე შეხვედრები, მით უფრო რომ ძალიან სერიოზულად გვეხმარება მანდატურების საერთაშორისო ასოციაცია ასეთი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს, ნასრო ქვია, რომელსაც აქვს ანალოგიური გამოცდილება მთელ მსოფლიოში და ახლიდან რომ ველოსიპედები არ გამოვიგონოთ და არ დავიწყოთ მშობა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა, ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა მოდელები დაუშვათ ამ ძალადობასთან, კოსოვოში როგორ ხდებოდა მიდგომები, დიდ ბრიტანეთში როგორ ხდებოდა, ანუ ყველა ქვეყნის მოდელში რაღაც ნიშნებია, არც ერთი არ არის საქართველოს ანალოგიური, იმიტომ რომ თუ ევროპულ მოდელებზე ვსაუბრობთ, ასეთი მაღალი ხარისხის წახალისება ოჯახების მხრიდან, რომ მისი შვილი იყოს სკოლაში, ხვდებით ხო, რასაც ვამბობ და დაუშვათ ოღონდის არ დაიჩაგროს და სხვა დაჩაგროს, არსად არ გვინახავს არც ერთ მოდელში. ბატონო? კი, გასაგებია და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მოდელით და ჩვენი დაუშვათ კურიკულუმით და ჩვენი ტრენინგ მოდულები უნდა გქონდეს ამ განათლებაზე დაყრდნობით და არა ის რომ რაღაც გადმოვიტანოთ და პირდაპირ კოპირება მოვახდნით, იმიტომ რომ შეიძლება ეს გაუგებარიც იყოს ამ ჩვენი ბენეფიციარებისთვის, ვისაც ამას შევატარებ. რაც თავარია, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, ახალი სტრატეგია ეს სპორტულ გამოსაღებელი შემოქმედებითი და არტ თერაპიასთან დაკავშირებული პროგრამების ხელშეწყობა, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ყურადღების გადატანა სხვა აქტივობებში ჩართვა იმ ადამიანების, ვინც არის მსხვერპლი და ვინც არის მოძალადე და ექსტრაკურიკულარული აქტივობები, ანუ არაფორმალურ ურთიერთობებში შეხვედრები, ექსკურსიები, რომელიც უკვე დაიწყო ფსიქოლოგიის სამსახურმა და ეს ბავშვები აქტიურად მიყავს ექსკურსიებზე და ერთად თუ არიან რაღაც გარკვეულ არასასკოლო სივრცეში, ახალი ურთიერთობები ყალიბდება, რაც ასევე პრევენციას უწყობს ხელს და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული შედეგები აქვს. ის რომ ემოციური და ქცევითი დარღვევების ბავშვებზე მონიტორინგს უნდა აწარმოებდეს სკოლა ფსიქოლოგისთან მიმართვასთან და მიმართვიანობის პარალელურად რომ როგორც კი იქნება ახალი რეციდივები შეატყობინოს ფსიქოლოგიის სამსახურს ის რომ უკვე მშობლები ჩვენს გარეშე მიდიან და კონტაქტებიან ამ ცენტრს და სეანსებზე დადიან მშობლებიც და ბავშვებს მე ვფიქრობ რომ უკვე არის გარკვეულწილად წინ გადადგმული ნაბიჯი სკოლის მასწავლებლები მინდა გითხრათ რომ არ მიმართავენ ამ ეტაპზე არიან ძალიან ისეთია მიმართვიანობა დაბალი თუმცა გადამზადებაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში თორე ის რომ ბავშვს ამის ამართებს გასაგებია თუმცა სკოლის დისციპლინარული კომიტეტია და ასეთი ვალდებულება აქვს ყველა სკოლას უმრავლესობამ არა ყველამ გაიარა ტრენინგი მედიაციაში და როგორ უნდა ჩაატაროს ეს კონფერენცია, როდესაც რაღაცა გადაცდომა და განიხილავენ საკითხს, იმიტომ რომ მანამდე იყო დამნაშავის ძიება. ეხლა უკვე გადავედით ახალ კონტექსტში, როგორ შეიძლება დამნაშავე და მინდა გითხრათ, რომ ეს დამნაშავის ძიება არც დროსაც არ ანდომებდნენ. წინასწარ სტერეოტიპი არსებობდა ეს ცუდი ბავშვია, ესე იგი ეს დამნაშავეა. ოღონდ არავინ არ განიხილავდა кейს სინამდვილეში რა ხდებოდა იქ და შესაბამისად ამ კონფლიქტების მართვა და ძალადობის პროცესების მართვა იყო არაეფექტური, იმიტომ რომ თუ კი მე წინასწარი განწყობები მაქვს უკვე ნებისმიერ მოსწავლესთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება რომ ჩვენ შედეგების გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ და ის ბავშვი, რომელიც მე თვითონ ხდებოდა ამ კომიტეტის ძალადობის მსხვერპლი, მოდი ასე დავარქვათ, მე ახლიდან იწყებდა რეალურად ძალადობას, შეიძლება მანამდე არც იყო ის სინამდვილეში დამნაშავე. ამიტომ დავიწყეთ ეს PH ინტერნაციონალთან ერთად იგივე მედიაციის პროგრამები და ვასწავლით. სიმულაციებს ვაკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ წინ მივდივართ, მაგრამ ეს რომ ეს რაღაც ოპტიმისტური განწყობა მქონდეს, რომ ყველაფერი გადის, რომ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ზუსტად და ზუსტად ეს მასწავლებლები აქ ხვდებიან, როდესაც ასეთი სიმულაციაა და მე გადაღებულ მასალას ან საკუთარ თავს გვერდიდან უყურებენ, რომ მათაც ჭირდებათ ასეთი განათლება. ანუ ეს არ იქნება ძალდადალანება, უკვე ხვდება ის მასწავლებელი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, რომ მას ჭირდება დამატებითი ინფორმაცია და განათლება. პოლიტიკა არის ისეთი, რომ სისტემა უნდა იყოს ერთიანი და კავშირში უნდა იყოს ყველა მომიჯნავე სტრუქტურებთან და ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ჰარმონიზებული, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი გაიდები, როგორ უნდა იმოქმედოს სკოლის მასწავლებელმა თუ მოახდინა იდენტიფიკაცია. ამიტომ დავიწყეთ ახლა ამ მიმართულებითაც მუშაობა და ანუ ეს არის შექმნა შესაბამისი დოკუმენტების, თვითონ სკოლის ბარათები, სადაც სკოლის შეფასების სისტემისთვის, რომელიც ასევე ახლა მუშავდება, აუცილებლად გაჩნდება იქ პუნქტი, ეს არის კრიტერიუმი არაძალადობის გარემო როგორია შეფასება ძალადობის ხარისხის ძალადობის ხარისხთან მიმართებაში, ის რომ
თანამშრომლობა უნდა იყოს და თუ ვინმე ნებისმიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, პროფესიონალებთან, მაგრამ ვინც მოახდენს ძალადობის იდენტიფიკაციას ნებისმიერ ადგილზე სკოლაში, უნდა იყოს სისტემა ისე აწყობილი, რომ დროულად ხდებოდეს ინფორმაციის მოწოდება, იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემთ სახალხო დამცველი სამგერში, მაგრამ 1 წლის მერე, როდესაც ამას წავიკითხავთ, ხო, ჯობია რომ მაშინვე იყოს მომენტალურად ამაზე ინფორმირება, რომ დროულად მოხდეს რეაგირება ამ ფაქტებზე და პრობლემის გადაჭრა. სასკოლო მონიტორინგის სისტემის შექმნა, ანუ ზოგადად ჩანს უსაფრთხოებასთან, ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ზუსტად ამ მიმართულებითაც გაიდების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ყველა სკოლას აქვს შინაგანა წესი, რომელშიც არის რაღაცა სანქციები, ოღონდ ვინ ახორციელებს ამას, როგორ ხდება იდენტიფიკაცია, ანუ იქ არის უბრალოდ ჩამოწერილი ამას უკაცრავად სიკვდილი ამას ჩამოხრჩობა. ზუსტად აი ესეთი ის, მაგრამ ვინ რა, როდის, როგორ უნდა გააკეთოს, ჭირდება ეს სკოლას, იმიტომ რომ სკოლა ის როგორც კი უკვე ახდენს გაცნობიერებას იმის, რომ ეს პრობლემა გადასაჭრელია, გისვამს კითხვებს, კონკრეტული ნაბიჯები ჭირდება, გაწერილი როგორ უნდა გაკეთდეს და ზუსტად ამიტომ გვინდა რომ ამ კონფერენციაზე გიწვევთ, ალბათ ჩართულობა აი ამ დოკუმენტების შექმნაში და სურვილი თქვენი მხრიდან იქნება და მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს ესეთი ერთიანი დოკუმენტი, მე საჯაროდ განხილული, იმიტომ რომ ყველა ასეთი დოკუმენტი და გაიდი საბოლოოდ მიდის ბავშვთან, ბავშვი ახდენს რეაგირებას და ის არის ჩვენი შვილების, ასე ვთქვათ, ბედის გამსაზღვრელი იმ სკოლაში. ამიტომ ყველასთან უნდა იყოს აღიარებული რომ სწორია ასეთი ქცევა და დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ძირითადი ამოცანები ზუსტად ეს არის, რომ გადამუშავდეს დროულად უსაფრთხო სკოლის კონცეფცია და გაჩნდეს ის მუხლები და მიმართულებები, რაც აქამდე არ ყოფილა, დაიხვეწოს ძალადობაზე რეაგირების პროცედურები, როგორც კი მოხდება და იდენტიფიკაციის თვითონ სასკოლო სივრცეში და ეს პროცედურები იყოს კარგად, გამჭვირვალედ გაწერილი, რომ ყველა მიცოდეს თავისი ვალდებულება და ეს ვალდებულებები იყოს გამიჯნული, იმიტომ რომ თუ კი იქნება იქ მოლოდინის რეჟიმი, რომ ამაზე რეაგირება მანდატურმა უნდა მოახდინოს, სკოლის დირექტორმა უნდა მოახდინოს, თუ მასწავლებელმა და ერთმანეთზე გადაცემა ამ საკითხის ასევე პრობლემებთან მიგვიყვანს. უნდა სკოლის დირექტორებს, უნდა კი ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგი უნდა აწარმოონ, თუმცა იმედი იმის, რომ ეს უფრო უკეთ დაიძვრება, ეს მოლოდინი გვაქვს ახალი სასწავლებლიდან, რადგან ზაფხული ჩვენ ტრენინგებისათვის გამოვყავით და საინფორმაციო კამპანიებისთვის და რაც მთავარია, არის ასეთი მოსაზრება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლია, რომ მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულებებში არის ჩამონათვალი მათ პასუხისმგებლობებზე და ვალდებულებებზე დაკავშირებით და შეტყობინებების ვალდებულება მასწავლებელსაც ისევე უნდა გქონდეს აქ გაწერილი, რასაც იურისტები ახლა რასაც მუშაობენ, როგორც დავშვათ ახლა ჩვენ ვალდებულებს სკოლის დირექტორს, იმიტომ რომ შეიძლება თუ მასწავლებლებს არ აქვს ასეთი ვალდებულება, შეიძლება იმ სკოლის დირექტორმა არც იცის, რომ ასეთი ფაქტი ხდება. მინდა გითხრათ, რომ სავალდებულო დოკუმენტები, როგორ დოკუმენტი უნდა ვაწარმოოთ, არც ეს არ არის დღეს და ესეც ერთ-ერთი ამოცანაა გადასაჭრელი, რაღაც ფორმა უნდა შემუშავდეს, რის მიხედვითაც დავუშვათ მოხდება გადამისამართება და მოინიშნება რა გარკვეული პუნქტები და დადგინდება. რეგიონებში ხა თბილისში უფრო აქტიურია ჩვენი ფსიქოლოგიის სამსახურის სოციმუშაკებთან ურთიერთობა. რეგიონებში შეიძლება ყველგან ასეთი სოციმუშაკი არ ყავდეს ფსიქოლოგიის სამსახურს და იქ მოქმედ სოციმუშაკებთან უნდა იყოს უკვე ასევე გაწერილი პროცედურები, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან როგორ უნდა იმუშაონ და ითხოვენ ამას. თვითონ მოსწავლეთა უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა ყველა სკოლაში იქნება უნიფიცირებული, იმიტომ რომ მონიტორინგის სისტემა არ შეიძლება ყველა სკოლაში განსხვავებული ქონდეს და კრიტერიუმები ქონდეს სხვადასხვა და ჩვენ ერთ-ერთ ამოცანად მიგვაჩნია ისიც, რომ შეძლების დაგვარად სასკოლო სივრცეში მოვახერხოთ ის, რომ დაწყებითი საბაზო საშუალო საფეხურის მოსწავლეები იყვნენ დიფერენცირებულად განთავსებული, იგივე ფულის მიმოქცევის სისტემა იყოს აღმოფხვრილი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, მე მგონი ძალიან ბევრი დრო წავიღე, მაგრამ პოლიტიკაც და პროგრამაც და ყველა დასახული ამოცანა ისეთია, რომ საჭიროებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც და კავშირს სკოლასთან, მშობლებთან აქტიურ მუშაობას, მასწავლებლების როგორც საზოგადოების წევრების და როგორც პროფესიონალების, ასევე ცნობიერების განვითარებას პირველ რიგში და მერე ამ იდენტიფიკაციის პროცედურების დახვეწას. დიდი მადლობა. უკაცრავად ვთქვათ. გადმოგისგან, კი ბატონო. რა თქმა უნდა. მოდით გადავიდეთ ხო ეტაპზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგრძელოთ რამდენი დღე. თავაზობთ რომ კითხვები ორგანიზებულად გავაკეთოთ, რო გთხოვოთ დარბაზში ვისაც ეკნება შეკითხვა. ანა დაიწყეთ და მე ორი კითხვა შეიძლება იმავე კითხვას ავიდეთ ჩემს.
ფსიქოლოგიური სესიების კამერებზე. ოქტომბრის კონვენციის რამდენად ერგება პირადი ცხოვრება და მეორე სოციალური სამსახურის ფუნქციის დუბლირება ხომ არ მოხდება, ვინაიდან სოციალური სამსახურის აქვს უამრავი გაიდლაინი დაწერილი, მათ შორის როგორც ვიცი, დაფიქსირება ძალადობის кейსებისა, ანუ ჩვენ მოქალაქეებს მინდა რომ ჩვენი გადასახადის და ყურადღებით მივატარებთ თვალს, რომ ის რაც უკვე იხარჯება მეორედაც აიხარჯოს და ჩვენ გვიჯერა რომ თქვენს დათვალისწინებთ და ეს ვერ თუნებას მომცემთ ყავს ფსიქოლოგიური სამსახურო ცენტრის უფროს ბატონი ლევან სარდალიშვილი და კონკრეტულად რადგან პროფესიული შეკითხვა ამ კამერებთან დაკავშირებით გიპასუხებ, მე მგონი არ იქნებით წინააღმდეგი და ჯერ სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით გიპასუხებ, არ მინდა მიკროფონი თავს. ჩვენი სოციალური მუშაკები საერთოდ არ იკვეთებიან სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან, ის იმას იცავენ თუ ესე იგი საჭირო ხდება ჩვენი სოციალური მუშაკის ჩართვა, ჩვენი სოციალური მუშაკი უბრალოდ უმზადებს кейსს სახელმწიფო სოციალურ მუშაკს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოამზადებს кейსს მიიღოს სახელმწიფო და შემდეგ გადასცემს სახელმწიფო სოციალურ მუშაკს. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სახლში შევიდეთ, არც გვინდა ეს უფლება რომ გქონდეს. ფაქტობრივად ჩვენი სოцმუშაკი აფასებს არის თუ არა ის ფაქტორი, რომელიც შემდეგაც უნდა ჩაერთოს სახელმწიფო სოციალური მუშაკი. ანუ ის ხელახლა შეფასებს? არა, ის იღებს შემდეგ ამ შეფასებას. ის ყველა შემთხვევაში ხელახლა შეფასებს და ხომ არ არის დუბლირება? არ არის დუბლირება, გეტყვით რატომ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ სახელმწიფო სამსახურში შევდით რამდენჯერმე, ეს არ არის ისე რომ ჩვენ ეს გადავწყვეტეთ თვითონ და ესე ვაკეთებთ. მინდა გითხრათ, რომ არის უამრავი кейსი სახელმწიფო სამსახურს უყავს ვარცხების 300-მდე ადამიანს. ეს ლაპარაკია 9,500,000 ბავშვის სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, პირიქითაც ჩვენ შევხვდით ვესაუბრეთ საკმაოდ დადებითად შეაფასეს ეს ჩვენი აქტივობა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არის ძალიან დიდ შემთხვევაში სახელმწიფო სოციალური სამსახურის ჩართვა არ არის საჭირო და ეს საკითხი ვაგვარებს ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებით ვთქვათ მედიაციის. ხოლმე ჩართოთ. ვალდებულებს იმ შემთხვევაში თქვენ ხალხარებობ ძალადობას. მე გეუბნებით, როდესაც ძალადობა აი ყოველთვის ვთქვათ, იმედიცად არის ჩვენი სოцმუშაკი. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არსებობს რამდენიმე შემთხვევა, ჩვენ თქვა გაწერილი და არის დიფერენცირებული. პირველი, როდესაც არის სუიციდის ცდილობა მომენტალურად შეტყობილი მინისტრ პოლიციაში და საქართველოს სამსახურში. როდესაც ბავშვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე რაიმე სახით, მაგალითად, დაეცა ხელი მოიტეხა, ფეხი მოიტეხა. არა ჩხუბზე ლაპარაკობს, თვითონ დაემართა რაღაცა, მანდატური იქნება ეს თუ თქვათ, ვინც იქნება ჩვენი წარმომადგენელი შეესწრება იზახებს სასწრაფო დახმარებას და აწმობინებს თქვათ საჭირო პოლიციას, საჭირო სკოლის დირექციას, საჭირო მშობელს და ასე შემდეგ. როდესაც აი ლაპარაკობს საუბარი კატასტროფაზე, აი ბუნებრივ თქვათ, მიწისძვრა იქნება, წყალდიდობა, ხანძარი და ასე შემდეგ. ეს გახლავთ ის შემთხვევები, როდესაც თქვათ ჩვენ პირდაპირ ვატყობინებთ ამას და შემდეგ ბოლოს ეს არის ძალადობა, დანაშაული და ყველაფერსაც გათვალისწინებია სისხლის სამართლის კოდექსი. აქ ჩვენი სოцმუშაკი საერთოდ არ ეხება, ეს პირველი სახელმწიფო სოციალურ სამსახურში და ამას სახელმწიფო სოციალურ სამსახურში. ჩვენი სოციალური მუშაკი ეხება მაშინ, როდესაც ეს არ არის არც დანაშაული, არც ძალადობა საერთოდ მაგრამ შეაფასებს ბატონო. ჩვენი სოციალური მუშაკები გახლავთ ხალხი, ვინც ყველაზე მცირე სტაჟი სახელმწიფო სამსახურში მუშაობის აქვს ერთ-ერთი 8 წელი. ისე ძირითადად 12 და 15 წელი არის პოლონის მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, ესე რომ მინდა გითხრათ, რომ ეს გახლავთ უმაღლესი კომპეტენციის ხალხი, ესე რომ ამჯერად რომ ეს შეფასება არის სრულიად კომპეტენტური და ესეთი და მეორეც ერთი მე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ უბრალოდ რომ ჩვენი ამოსანა არის პრობლემის გადაწყვეტა თუ დაუშვათ ვიღაცას გაქვთ დაუშვათ რაიმე იდეა რომელიც ჯობია ჩვენსას აბსოლუტურად მზარდ ნებისმიერი მიემეგრებოდ არავის შემთხვევაში აქ არ არის ლაპარაკი იმაზე რაც მე მოვიფიქრე ის არის ყველაზე სწორი და თქვათ თქვენ არ მოგისმენთ პირიქით სიამოვნებით მოგისმენთ შეიძლება ნებისმიერ და ჩვენ დავუგზავნით შემოთავაზოთ იდეა და პრემიუმების იდეა ერთება ჩვენი მედიას გავატარებთ. მე გითხრათ რომ მე არ ვიმის ჩამოსულია რომ
ეხლა რაც შეეხება კამერებს, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, თუ მეკვლით მოვიდეთ. ერთი, ეს კამერები არ არის იმისთვის, რომ ჩაიწეროს ყველა თერაპიული სესია. ეს კამერები გახლავთ იმისთვის, რომ თუ დაჭირდა ფსიქოლოგს, იმიტომ რომ არის რთული კეისი, რომელსაც შეიძლება ვერ მოეწოს. თუ დათანხმდა ბავშვი, მისი მშობელი ან ოფიციალური წარმომადგენელი, იმ შემთხვევაში მოხდება, ეს არის ყველაფერი კატეგორირებული კანონმდებლობით და ფორმულებით ეს გადაუგზავნეთ საქართველოს დამსვენებლად, ყველა ის რეგულაციული წესი, რომელიც მას თვის შევიმუშავეთ, ესე რომ თუ ესეთი საჭიროება იქნა, იმ შემთხვევაში მოხდება სესიის ჩაწერა. ეს ხდება ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, ეს არ არის ის, რაც საუბრობთ აქ ყველას აშინებს, რომ რაღაცა შუმად მოხდება იმის ჩაწერა, შუმად ჩაწერის დროს კამერა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესი. ეს არ გახლავთ ის, რომ ყველა სესია იწერება, ასევე საჭიროა ყველა სესიის ჩაწერა და ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს ჩაწერა გახლავთ ძალიან ხშირად თერაპიის ნაწილი, ზოგადად თერაპიაც არსებობს, რომელიც ამ ჩანაწერის შემდეგ ბავშვთან ბენეფიციასთან ერთად უყურებს და ხდება რეფლექსია და უამრავი რაღაც ისეთი სერიოზული შედეგი მიიღება. ესე რომ ეს არის მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესი. პირდაპირ რომ ჩაწერა არ ეძინააღმდეგება კონსტიტუციას და ბავშვის უფლებების, ბავშვის პირადი ცხოვრების უფლებას და არ დაახუროს. იმიტომ რომ რთული კეისია და ფსიქოლოგი სჭირდება. არ ვიცი რა. რთული კეისი ხონდა მართლა შეუძლებელი რა სჭირდება. ეს თქვენ ხო არ აქვს ფსიქოლოგია? ფსიქოლოგი ვარ, ბაკალავრიატი და მაშინ. პსიქოთერაპევტი არ ვარ, მაგრამ ბავშვის უფლებების. მაშინ ეხლა გაგაცნობთ. ვინც ვახდინე ფსიქოთერაპევტი იცის ალბათ, როდესაც მუშაობს ფსიქოთერაპევტი, ძალიან ხშირად რაც უფრო რთულია კეისი, იმით უფრო მეტი შანსია, რომ შენ რაღაცებს გამოტოვებენ მომგებარება, რომ შენ ხარ სუბიექტური, შენი შეფასება არის სუბიექტური და სრულიად შეუძლებელია, რომ შენ ობიექტური მასალა მიიღო. როდესაც რთულია კეისი. გასაგებია, რომ იო კეისებში გეპარება, მაგრამ იო კეისი შეიძლება მეორე, მესამე და მეოთხე სესიაზე გაასწრო. თუ კეისი შეიძლება დაუშვათ შესაძლოა რომ ამიტომ ჩაწერა ზოგჯერ არის აბსოლუტურად აუცილებელი იმისთვის, რომ შენ თვითონ მე დააშნე უყურებში ჩანაწერს და ნახო. ბავშვი შეშალამი, ხო გამოგეპარალამე. ხო თქვი რაღაც ისეთი რაც არ უნდა გეთქვა, ამ ბავშვმა ხო არ გითხრა რაღაცა ისეთი რაც სხვა რამეს ნიშნავს და შემსვენებელი დაიგეს, რომ ეს გახლავთ თერაპიული პროცესი, ეს არის ზუსტად იგი, რომ თქვენ აუგზავნოთ ქირურგს შეიძინოს ოპერაცია. ჩვენ აღარ შევეცვალ, ჩვენ გავანალიზებთ ნორმატიულ მასალას ეს მოვიდა გუში, ჩვენ ეს არ დაგვიმუშავებია ჯერ და ვაყოთ რომ დავამუშავებდა და და კი მოვიდა ოღონდ მოვიდა გუში. კი მადლობა ბატონო. აი რა თქმა უნდა, ანუ რეგულაციები ახლა მიიღეთ, მაგრამ მაინტერესებს ინსტალაცია კამერებს. გამოყენება არ არის დაწესებული, კამერები უბრალოდ დგას და არც არის ჩართული და მიერთებული, უბრალოდ დგას თვითონ კამერა, ესე რომ არანაირად არც ერთი ჩაწერა არ მოხდება და აი ხანი ვერც მოხდება, იმიტომ რომ უამრავი კომპონენტი არ გვაქვს იმ კამერებში. კიდე ესე რომ ჩვენ ალბათ ადგილზეც შესაძლოა რომ დამონიტორებით ჩავარდოთ რამდენად თქმა უნდა ამის თქმა უნდა ოღონდ კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო. ჩვენ ერთი რეკომენდაცია რომელიც კოალიციის ფორმატში შეხვედრის დროს ბატონ ლეონის გაუზიარეთ იყო რომ მოდით სანამ არ შეთანხმდებოდა ეს პროცედურები და არ დაიწყებოდა რეალურად ჩაწერა თუ ეს მოხდებოდა შეთანხმება რომ შეიძლება და დემონტაჟი გავეკეთებინა ამ კამერების თუ ეს დაფარულია ხო თუ ეს ტექნიკურად დაფარულად ჩამოვაფარეთ კი ბატონო მოდით სიტყვას მიცემ აი ტატომ კარგახანია ითხოვს და ხოლმე და შემდეგ დაგოჩებიანი ინიციატივა მოსკოვის შუქების რეაბილიტაციისთვის. ორი კითხვა მექნებოდა. პირველი შეეხება ბავშვთა შორის ძალადობას კონკრეტულად სკოლებში უშუალოდ ბავშვებს შორის.
აქვე რამდენიმეჯერ ითქვა, რომ ზოგადად ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა არის ძალადობა ხდება იმ ხშირ შემთხვევაში, გარკვეულად თავის დამკვიდრების მიზნით და არის გარდაცვლილის საშუალება. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი ბავშვებს შორის ძალადობის არის ეს სუბკულტურა, კონკრეტულად კრიმინალური სუბკულტურა და მასთან არსებული არასწორი სოციალური ღირებულებები, რადგან ზოგადად გასთან დაკავშირებით მიკუთვნებობა აქვს ძალიან ბევრი ბავშვი და რაც იწვევს ხშირ შემთხვევაში ესეთ ძალადობას, იმიტომ რომ ჩემი აზრით მოძალადე უმეტეს შემთხვევაში ამ კრიმინალურ იერარქიაში შეიძლება ძალიან შეფასებულობა არის მაღალი სოციალური სტატუსის მატარებელი. ჩემი კითხვა იქნებოდა შემდეგი, ამ კუთხით როგორი ხედვა აქვს, როგორ ფიქრობს სამინისტრო ამ პრობლემასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, ორი მიმართულებით შეიძლება იყოს გარკვეული ინფორმაციის მიწოდება არამზადება მასწავლებლების თუ სპეციალური პროგრამების თვითონ უშუალოდ ბავშვების მიმართ. ხო არ იქნება ეს სამხარდო განათლების ნაწილი კონკრეტულად რომელიღაც წუთები მუშაობა და კონკრეტულად ამ სეგმენტზე თუ გაქვს დაფიქრი. და მეორე საკითხი ეხება ბატონებს საუბრობდა ამ ჩატარებთან დაკავშირებით და ჩვენ მქონდა კოალიციის პარტნიორების შეხვედრა და როგორც ჯაბა აღნიშნა იქნება მიმართვა გარკვეულ თვალსაზრისით მორატორიუმი გამოცხადდეს და ამ შემთხვევაში აღწევს გამოყენება და პროექტის ჩვენ ინიციატივა რომ გარკვეულწილად რომ ამილიცია ყველა რისკი დემონტაჟის მოხდეს დროებით და მეორე ხოლმე იყო ასე მათ იურისთან დაკავშირებით ვირუსతో შევხვდით რომ ეს რეგულაციები კოალიციის პარტნიორებს გადმოეცვალა რომ ჩვენ სწორად შეძლება კოალიციის პარტნიორებში ამ რეგულაციებთან დაკავშირებით გვერდჟელანდა რომ სამართლებრივი რეგულაციები ამ კუთხით შესაძლებელი არ არსებობს მხოლოდ ზოგადი ჩანაწერები რომელიც ზოგადად აქვს ფუნქციონალური ამ შემთხვევაში და მე დაცვითი მექანიზმები რო სამართლებრივი აუცილებელი ხო დეტალური შეიძლება და სასურველებო აპარატებულ ფორმატში ამ რეგულაციებთან დაკავშირებით მადლობთ. მე გიპასუხებთ და ალბათ მეორე ნაწილთან, რადგან ის ალბათ ამ ცენტრის იურისზე იყო ხო საუბარი, მე არ ვარ საქმის სკოლში, უკვე ბატონი ლევანი გიპასუხებთ. მე მგონი არ ჭირდება თუ კარგია. კი ბატონო. ნაფიქრიც გვაქვს დაწყებულიც არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და ეს საკითხი 2008 წლიდან შემოვიდა სკოლებში ესეთი საგანია სამართლებრივი კულტურა, რომელშიც ძალადობის თემებიც განხილულია, ბავშვებს ასწავლიან როგორ უნდა მოახდინონ ძალადობის იდენტიფიკაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ყველა სკოლაში იმ ხარისხით და იმ დონეზე აყვანილი პროგრამა, რატომ არსებობს 120 სკოლა დღევანდელი მდგომარეობით, სადაც ესეთი მოკლე კურსია 22 მეცადინეობა მიმართულებით სამოქალაქო განათლების დანამატია, იმიტომ რომ სამოქალაქო განათლებაში მოგეხსენებათ უფლებებთან ერთად არის ეკონომიკური საკითხები, არის სამართლებრივი საკითხები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების მზაობა სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით ამ უფლებებს კიდე რაღაც გადამზადებული არიან. საკმაოდ დაბალი იყო და მათი გადამზადების პარალელურად დაიწყო ეს პროგრამა სამართლებრივი კულტურა, მე-7 კლასში ისწავლება და მე-9 კლასში ისწავლება, მაგრამ ის 120 სკოლა, სადაც ეს სტარდებოდა ასევე გადამზადებულ სამართალდამცავთან ერთად და ბავშვებს ყველა საკითხთან დაკავშირებით აწვდნენ ინფორმაციას, რაც თავად ეს არის ინტერაქტიული კურსი, არ არის სალექციო კურსი და განხილულია კონკრეტული რაზეც თქვენ ბრძანებით. ზუსტად ასეთი кейსები ოღონდ რეალური, რომელიც ბოლო იმ წლის განმავლობაში ხდება ხოლმე და ამისთვის შესაბამისი კავშირები არსებობს ბავშვთან მიმართ, სამართალდამცავთან მიმართებაში და კონკრეტული кейსები ხოლმე განხილული, ძალიან პოპულარული კურსია, მაგრამ მოგეხსენებათ იმდენი სამართალდამცავი რომ გაკვეთილებზე მუდმივად იაროს და იმ კითხვებზე გასცეს პასუხი და თან ჭირდება იმას თითქმის მთელი 1-2 წელი მომზადება ბავშვთან კომუნიკაცია როგორ უნდა დამყაროს, როგორ უპასუხოს, თან ეს არის კოოპერირებულ რეჟიმში ჩატარებული გაკვეთილი, ანუ ერთდროულად არ შეიძლება სამართალდამცავი შევიდეს და მოკიდებულად შედის სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად და მათაც ერთად ჭირდებათ მომზადება რომ გაკვეთილი ეფექტური იყოს და არც ერთი არ იყოს დომინანტი და აი ამ მომზადების შემდეგ ძალიან პოპულარულია. სხვა ყველა სკოლებში ამას ასწავლის თვითონ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელსაც შეიძლება ამ საკითხებთან დაკავშირებით არ აქვს ის ცოდნა და მზაობა რომ პასუხი გასცეს, იმიტომ რომ ბავშვები თვითონ თავისი უბრის ცხოვრებიდან, ოჯახის ცხოვრებიდანაც უსვამენ ისეთ კითხვებს, რომ ამას რა მოყვება, როგორი იქნება ამაზე სამართლებრივი რეაგირება და ასე შემდეგ. მასწავლებელი არ არის იურისტი, ამიტომ ის არ არის ხოლმე ყოველთვის მზად. ამიტომ ეხლა ჩვენ გავაფორმეთ პროკურატურასთან და იუსტიციის საბჭოთან თანამშრომლობის მემორანდუმი და ფიქრობთ, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით რომ გადავწყვეტეთ, შეიქმნას ისეთი ინტერაქტიული
ვებგვერდი, სადაც მათ ექნებათ ამ შეკითხვების დასმის საშუალება და იურისტი მარტივი ბავშვისათვის გასაგები ენით უპასუხებს ამ საკითხებს, იმიტომ რომ ის სამართალდამცავები, რომლებიც შედიოდნენ ამ გაკვეთილებზე, მუდმივად იმას გვეუბნებიან, რომ მათი ტელეფონი არ ჩერდება და ასეთ საკითხებზე კითხვებს უსვამენ. ინტერესი ბავშვების არის ძალიან ხშირად დანაშაული, რაც ხდება ბავშვის მხრიდან, არის არაიმდენად განზრახ დანაშაული, რამდენადაც უცოდინობი და გაუცნობიერებლობით არის, იმიტომ რომ მე ბევრი кейსი გავიარე და უმრავლეს შემთხვევაში არ იციან, რომ ესა თუ ის ქმედება არის დანაშაული. რაც შეეხება ახლა ძალადობასთან დაკავშირებით, ძალადობაც არის ასე ვთქვათ, ყოჩობის და ასე ჭარბში სურვილით, როდესაც კრიმინალური ქცევა არის პოპულარული იმ კონკრეტული ბავშვისთვის ან ჯგუფისთვის და არის ასევე ძალადობა, რომელიც შეიძლება გაუცნობიერებლად მოხდეს და ბავშვს არ ხომ ეს გაცნობიერებული, რომ მისი ასეთ ის ქცევა არის სხვა ბავშვის მიმართ ძალადობა. მე განსაკუთრებით მაქვს აი ემოციურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას საუბარი, დაცინის ობიექტი, როდესაც ხდება აღუჩა დაგდების, ან სულაც იგნორირების ერთი ან ორი ბავშვი კლასში ყველა ერთად არის და ესეც ძალადობაა დამეწონეთ და მე ზუსტად ეს ჩაკეტილი ბავშვები მიმართავენ იმ რაღაც მესიჯების გაგზავნას და ასე შემდეგ. ეს ისეთი ციკლია, რომელიც მე შემიძლია უკვე ხალხები საუბრო ამაზე და არა ასეთ კონტექსტში და კონკრეტული მაგალითები და ფაქტები მოვიყვანო ამ თემასთან დაკავშირებით. ისე რომ განათლება, ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს განათლება ლექციის სახით შემოწმებული და ყველა ვიცით, რომ არაეფექტურია. ეს უნდა იყოს ინტერაქტიული, ეს უნდა იყოს კარგად დამუშავებული კურსი, ყოველთვის ეს უნდა იყოს ბავშვის ენაზე მიტანილი ინფორმაცია და ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი სწორად აღიქვამს. ამიტომ მომზადება უნდა ყველა მესიჯს, რომელიც ბავშვთან მიდის. დიდი მადლობა. რაც შეეხება იურისტს, მე მახსოვს თქვენ გასვალეთ სავიზიტო პარადები. ეს არ გამოგიგზავნათ, ეს უნდა აგერეთ ჩემთვის შევახსენებთ. შემიძლია ხვალ შევახსენო, იმიტომ რომ ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ მაგიურისტი კიდე 100-ზე ხალხი და გამომდინარე, შემიძლია ხვალ შევახსენო. კამერებს კიდე უნდებით რაღაც ჩავავარდეთ. არ ვიღებ, ამიტომ კიდე დავფრთხილებ. კიდე ჩემს გადაღება ჯერ არც გეგმება და როცა გეგმება ეს იქნება უკვე მაქსიმალურად შეთანხმებული ყველა ინტერესებული ხალხი. ასაკის ბავშვები, რომლებიც არ დადიან სკოლაში, მათი შრომები გამოყენებული არის ფაქტობრივად როგორც მონდომი. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით უფრო მძაფრადას არაქართულ მოსახლეობაში და არაქართული მოსახლეობის დასახლებულ არა მარტო რეგიონებში, არამედ თბილისშიც კი, იმიტომ რომ თბილისში შეხვდები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები, რომლებიც არ დადიან სკოლაში და ასე შემდეგ. და ამ დროს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ამ ბავშვებს მისცეს განათლება და საბაზისო და დასაწყისო კურსი. მინდა ითხოვოთ და დაგეხმაროთ იმის დაკავშირებით, თუ რა საკითხებს სახელმწიფო აღნიშნული პრობლემის აღმოსაყრელად რადგან თუ მოხდა ის, რომ აღნიშნული საკითხი მივიდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომდე, ამასთან დაკავშირებით მისი რეაგირება იქნება საკმაოდ მძაფრი. და მე მახსოვს ამ დაკავშირებით ვთქვა, თუ და თუ კი ასეთი ბავშვები არიან იდენტიფიცირებულები, მათთვის მუშავდება სპეციალური ინდივიდუალური მიდგომით კურიკულუმი. მაგრამ აი მე ეხლა მუშაობ ზუსტად ამ განათლების იუნისეფთან ერთად კი ბატონო, განათლების მეორე შანსთან დაკავშირებით პრობლემა. მე ვამბობ უკვე იდენტიფიცირებულებზე, იმიტომ რომ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს განათლების სამინისტრო. ვის არ აქვს ასეთი განათლება? დავუშვათ, ვინ არიან გარეთ, ეს ინფორმაცია, როდესაც მოდის და ყავს ასეთი რამოდენიმე მოწყვლადი ჯგუფი, შემიძლია ვთქვა ბოშებზე, როგორ ჩავრცეთ, ანუ უკვე ის, ვინც არის იდენტიფიცირებული, მათთვის როგორ დგება ინდივიდუალური პროგრამები. დანარჩენზე უკვე კვლევის ჩატარებაზე ეკა გესაუბრებათ. განათლების და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი. ქალწულმა მარიკამ აღნიშნა, რომ არსებობს ან 2014 წლიდან პროგრამა განათლების მეორე შესაძლებლობა, ამას წინ ასე ვთქვათ, არსებობდა იუნისეფის დახმარებით, შეიქმნა პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც 2014 წელს დაგეგმილი გვაქვს კვლევა
ამ კვლევის ფარგლებში მოხდება შესწავლა სხვადასხვა მოწყვეტილი ჯგუფის ბავშვების, მათი საგანმანათლებლო შესაძლებლობების დადგენა, ასევე მოხდება საჯარო სკოლების შესწავლა, რამდენად მზად არიან დღესდღეობის საჯარო სკოლები, მსგავსი ტიპის ბავშვებისთვის შესაბამისი სერვისები განახორციელებს. პარალელურად ჩვენ მუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ასევე საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება. ამ საგანმანათლებლო რესურსებს შევქმნის სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული დღის ცენტრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები სხვადასხვა მოწყვეტილ ჯგუფებთან და სწორედ ჩვენი მიზანი არის, რომ ის ტრანზიციული პერიოდი, სანამ ბავშვი, რომელიც ფორმალურ განათლებაში არ არის ჩართული, როგორ მოვახერხოთ ეს საგანმანათლებლო რესურსები სწორედ მიმართულია იქითკენ, რომ შევძლოთ სწორ გზაზე დავაყენოთ და არ გაუჭირდეს ბავშვს ფორმალურ განათლებაში ჩართვის დროს, ასე ვთქვათ, ჩაერთოს თანატოლებთან ერთად საგანმანათლებლო პროცესში. ამ ეტაპზე ასევე არსებულ სამმართველოში არსებობს სოციალური ინკლუზიის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე სხვადასხვა მოწყვეტილი ჯგუფები არიან. ჩვენ გვაქვს პროგრამები, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად არიან დამეგობრებული. ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად პირველში ბავშვთა საერთაშორისო დღეს უსინათლოდ ბავშვთა სკოლაში, მეორე საჯარო სკოლაში იქნება 8 საათის სპექტაკლი, სადაც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს თამაშობენ, ასევე უსინათლო მოსწავლეებთან ერთად და მსგავსი ტიპის პროგრამები ასევე ხორციელდება. ილიას უნივერსიტეტში 2 საათზე ასევე იქნება მესხი ბავშვები არიან ჩართული სხვადასხვა საჯარო, ასევე სხვა საჯარო სკოლებთან. შესაბამისად, სოციალური პროგრამების დამუშავებას დავიწყეთ და ჩვენი მიზანი არის მაქსიმალურად შევძლოთ ამ ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში და ხალხმა ილიამ აღნიშნა ასევე სტრატეგიაზე, სტრატეგიის დოკუმენტშიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ პუნქტი არის ის იმ ბაზების განახლება, არსებული ბაზების განახლება და სწორედ მოვიწიოთ ის ბავშვები, რომლებიც განათლების რიტმი არიან დარჩენილი და ჩვენი ასე ვთქვათ ფუნქცია იქნება ხელი შეუწყოთ და ჩავხოთ ეს ბავშვები ფორმალურ განათლებაში. დიდი მადლობა. რამდა მოახდინოს რომ ხედავდეს ერთიან ბაზაში. ახალ დამშვენის მოადგილე. ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა ჩემი გამარჯვებით. ჩვენ უსულეთ სულად განსხვავებებში ის უარყოფითი ფენომენი, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობდა, გვია ბავშვთა. თუმცა ჩემთვის როგორც უფლება დამცველისთვის და გარკვეულწილად ამ საკითხები დაინტერესებული ტურისტის ძალიან არასაინდო დარჩა კითხვა, როგორ შესაძლებელია ვებრძოლოთ და გამოსწორდეს მდგომარეობა. ერთი შეხედვით თითოეულ სტრუქტურას და სახელმწიფო ინსტიტუციას გააჩნია თავისი კონკრეტული ხედვა, სტრატეგია, თუნდაც ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს, მაგრამ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ესე უფრო ფრაგმენტირებული ჩანს, ვიდრე არსებობს ერთიანი მთლიანი ხედვა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ საკმაოდ რთულ ფენომენს და როგორ უნდა მოხდეს შედეგობრივად გაზომვადი კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით შეფასება ამ სტრატეგიის. ამქედან გამომდინარე, ალბათ ჩვენ გვექნება შემდგომ საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მე სულ შემოგთავაზობთ, რომ ჩვენი ადამიანის ამ შემთხვევაში ბავშვთა ცენტრი იმუშავებს ამ თემების მიმართულებით ჩვენთან ასეთულ კონსულტაციებში იქნება ასევე არასამთავრობო სექტორი და იქნება მოხდეს ერთიანი პოზიციის და ხედვის ჩამოყალიბება, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ის რომ პრობლემა არსებობს, ამაზე არავინ არ დაობს, ის რომ პრობლემის მოგვარება განსხვავებულ შემთხვევაში შეუძლია და სურს განათლების სამინისტროს, მაგრამ შეუძლებელია დამოკიდებლად ამ ხედა პრობლემის დაწება, ეს აშკარა და განსხვავებულია. არა უნდა იყოს ჩართულობა იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს, იგივე იდენტიფიცირების შემთხვევებში, იგივე ოჯახში, იგივე განათლების, ანუ ყველა სტრუქტურა. აქედან გამომდინარე ჩვენ თავაზობთ, რომ მე ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრის და დებატების ერთ-ერთი შედეგი უნდა იყოს ის, რომ შევჯერდეთ და ერთიანი ხედვის და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გაიმართოს რამოდენიმე შეხვედრები, თუნდაც ეთხოვოს იუნისეფს, რომ მოწვეული იქნან შესაბამისი ექსპერტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და ეს საკითხები დაიძრას. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი და საინტერესო სტრატეგია ცალ-ცალკე, ძალიან ბევრი პროგრამა, ძალიან ბევრი მიმართულებები, кейსების იდენტიფიცირება, რომ შეიძლება დავჭერთ ისევ რიცხვებში ერთ წამში.
Դեպքում ძალიან ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან ყოველდღიურად ძალადობის მოწმე და ხშირად ხდება ხოლმე რომ რეგიონებში ჩვენი სტუმრობისას აღმოვაჩენთ რომ უკვე არის 7 წლის, 8 წლის, 11 წლის და ის არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. რეალურად ამ შესახებ იცის მშობელმაც, იცის სოციალურმა მუშაკმაც, მაგრამ არაფერი არ იხდება იმისთვის რომ ჩაერთონ ისინი საგანმანათლებლო პროცესში და მოგვიწევს მე განათლების სამინისტროსთან ურთიერთობა რომ მულტიდისციპლინური გუნდი ჩავიდეს ამ რეგიონში შეამოწმოს და ასე შემდეგ. თუმცა შემოწმების შედეგად დამდგარა შედეგი რომ შეამოწმეს გარკვეულად შესაძლებელია მისი ინკლუზიური ზოგადად განათლების ჩართულობა, მაგრამ მშობელი უარს აცხადებს. და ხდებით ხოლმე ძალიან ბევრ გადაჭერილ кейსს, რომელიც სწორედ როგორც ბატონმა პატარბრძანა კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. მხოლოდ განათლების სამინისტროს ძალისხმევა ამ შემთხვევაში მან დახარჯა რესურსი გააკეთა ბავშვის შემოწმება, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვის განათლების უფლების რეალიზება მოეხდინა. თუმცა კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ასევე მექნება შეკითხვა, თუ არის რაიმე პირველადი ნაბიჯები გადადგმული მშობელთა განათლების მიმართულებით, იმიტომ რომ მშობლების განათლების კომპონენტი, მშობელთა განათლების სტრატეგია არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით და მათ შორის რა თქმა უნდა ეს ძალადობის კომპონენტის და ამ მიმართულებით მშობლის უნარების სწავლება და ასე შემდეგ და ზოგადად მშობელთა განათლებას ეხება ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ბავშვის ზრუნვის სტანდარტებით, ასევე მე როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო ბავშვის ზრუნვის სტანდარტებზე მუშაობს, როდესაც აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრის წარმომადგენლებს, წერმოსახურების სააგენტოს წარმომადგენლები აქ იმყოფებიან და ამხაობიან, რომ ის შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ ვიყენებთ ფულს გადამხდება. უნდა დავეთანხმოთ და თქვა, რომ აქ ნამდვილად ხდება ორმაგი ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად არსებობს ერთი სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული ზრუნვის სტანდარტები, ამისთვის მეორედ არ უნდა დაიხარჯოს, უნდა მოხდეს რაღაცნაირი შეჯერება, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველა სუბიექტი ცდილობდეს იმას, რომ მუშაობა იყოს ეფექტური და კოორდინირებული. სხვა შემთხვევაში ისევ დავრჩებით იმ ადგილას, სადაც ახლა არ ბოდიში გამიხსოვდეს. თუმცა შეკითხვა და აი მას მივხვდი იმით, რომ როცა გეგმავდით ამ შეხვედრას, შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება კონკრეტული ყოფილიყო. ორი მიმართულება, ჯერ ვთქვით ერთი მიმართულება ძალადობა სკოლაში. მე ვთქვით, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ როგორც გითხარით, თვითონ აირჩიეს თავისი თავად, რომ სტატისტიკურად ყველაზე მეტი იყო პროცენტულად, ესე ვთქვათ. და აი მაინც ვერ ავხდით ამას, ხო? ჩვენ უფრო ფართო აი კონფერენციაზე იმიტომ გებატიჟებით, რომ იქ უფრო მეტი დრო გვექნება ამ თემების დასაშლელად. არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი და საჭიროა თემა და აი პაატას რაც ძანა იმას გავაგზავნებ, თუ ეს მოხდება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება. აი რო არ იყოს დუპლიკაცია, რო არ იყოს მართლა გადამხდების მიერ. გიპასუხებთ ეკა მაგ თემაზე, არ მგონია რომ ისტორია იყოს. მე მაგალითად ესე მგონია, რომ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ჩვენ დავიწყოთ ფიქრი ძალადობის დაძლევის ერთიან სახელმწიფო სტრატეგიულ გეგმაზე. არ არის გამორიცხული, ძალიან რთული რასაც მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მე წარმოვიდგენია სხვანაირად, მაგრამ მე მგონი დავიწყოთ დღეს ეს როგორც ხო ბიბლიაში წერია პირველად იყო სიტყვა, ხო? სიტყვით უნდა დავიწყოთ და შეთანხმდეთ. ასე რომ სრულიად ესეთი აი ძალიან ფართო თემა შეიძლება დაკონკრეტდეს და არ მოხდეს მართლა ის რომ სახელმწიფო რესურსი, ადამიანური რესურსი. არა, მე მგონი მაშინ ეკამ უნდა გიპასუხოთ, იმიტომ რომ ჩვენ მეორედ არ ვაკეთებთ ამ სტანდარტს, ანუ არ მინდა რომ ეს ინფორმაცია ისე დარჩეს გაჟღერებული, თითქოს მეორედ იწერება ბავშვთა ზრუნვის სტანდარტები, ეკა გიპასუხებ. ხო, ამიტომ აქ ისე გაჟღერდა, თითქოს მეორედ იქნება და არ იქნება ნამდვილად. არ ხდება გადაფარო, მუშაობთ ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ანუ ყველა ეს რაც მე ჩამოვთვალე სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით, ყველა ეს აქტივობები გადიოდა საერთო ჯგუფში და ეხაც მოვედი ზუსტად იმ შეხვედრიდან, სადაც იყო რამოდენიმე სამინისტრო ერთად. მაგრამ ეს ჩვენი თანამშრომლობა 3-4 სამინისტროსთან არ ნიშნავს იმას, რომ ერთიანი დიდი სახელმწიფო კოორდინირებული მიდგომა. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ რასაც თქვენ ბრძანებთ, იყოს და გადანაწილებული იყოს ამ სამინისტროს აქტივობები და იქაც რომ არ იყოს იქ შავი წერტილები და გეპები არ დარჩეს რაღაც, რაც
დარჩება ყველა ზრუნვის გარეშე და არ იყოს დუბლირება. ნამდვილად ალბათ სახალხო დამცველმა უნდა ითავოს ამ შედეგი ერთ-ერთი ეს იყოს რომ ასეთი შეიქმნას. თანამშრომლობაზე პრობლემა არ გვაქვს და ბავშვთა სრულის დოკუმენტ მოგეხსენებათ განათლების სისტემაში არსებობს ინსტიტუციები, ეს არის სკოლა პანსიონები, თუმცა სპეცსკოლის სტატუსი ამ სკოლებმა დაკარგეს და დღეს ისინი არიან საჯარო სკოლის სტატუსი და სკოლა პანსიონები არიან. თუმცა კარგად ვიცის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ განათლების სისტემაში არსებული ინსტიტუციებზე არ ვრცელდება არსებული მომქმედი ბავშვთა ზრუნვის სტანდარტი. კი, ანუ ესე წერია, რომ ყველა სამომავლო დაწესებულებას ბოლო ჩასწორებაში ის არ არის, ის საჯარო სკოლა, საჯარო სკოლის სტატუსი აქვს. არის, მაგრამ დოკუმენტში წერია, რომ განათლების სისტემაში არსებული ინსტიტუციები არ ფაქტობრივად არიან ინსტიტუციაში, მაგრამ გამოვიპოვეთ ადვილი გამოსავალი, თქვით რომ არ არის ინსტიტუცია და არ გვაქვს. ხო, ანუ ადვილი გამოსავალი რო არ გვეპოვა, განათლების სამინისტროში შევქმნით კომისია, ანა მე მგონი შენც ხარ, მე მგონი არასდროსად ვიცი გესაუბრეთ, ანაც არის ნათიაც არის კომისიის წევრი და ჩვენ არ გვინდა ახალი დოკუმენტი, სწორედ იმიტომ შევქმნით და ამ სკოლა პანსიონის ყველა დირექტორთან ერთად უკვე ვიმუშავეთ, რა შეიძლება დამატებები შევიდეს უბრალოდ და ეს კომისია უკვე დამზადებულ დოკუმენტს წარმოგიდგენთ და უბრალოდ ჩვენი სურვილია რომ ცვლილება შევიდეს და ეს ჩანაწერი ამოვიდეს, მოიშალოს და ის ცვლილებები, რაც მნიშვნელოვანია, დაემატოს ამ ჩანაწერი არ ვრცელდებოდეს არსებულ ინსტიტუციებზე, მოხდეს ცვლილება. ამაზეა საუბარი, რომ ჩვენი ინიციატივა არის, რომ არსებულ ინსტიტუციებში, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს, უნდა არსებობდეს ბავშვთა ზრუნვის სტანდარტი და ამაზე უკვე მუშაობ. და ჩვენ უკვე გამზადებულ დოკუმენტს კომისიას ერთად დავშვებით და ვივსჯერებთ რა შეიძლება. უნდა გავრცელდეს ამაზე. რომ ამ ბრძანებად თავისი საქმეს მიმართულების პროცედურების გადამისამართების მიმართულებით ძალიან დიდი ეს შეკავება ოჯახურ ძალადობაზე. 2009 წლამდე მე ამ სისტემაში 99 წელი ვმუშაობ, ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა არ არსებობდა და უფრო მეტი საერთოდ არ შემოგვიყვება ძალადობის შემთხვევები. ეს იმიტომ არ არის ძალადობა არ. აი რაც ეს რეფერირების პროცედურები დაიწყო, მას მე დაიწყო წარმოება შემოგვიყვება შემთხვევებზე მონახულები და ეს მომართლიანობა იზრდება. მაგრამ მეორე მხრივ მეთვის ძალიან სასწაულია კონფერენციაზე იმედია შემოგვიერთდებით ძალიან ვიმუშაობ მიმართულ გარკვეულ შექმნას. ინთავითვე სამივე სტრუქტურა ძალიან კარგად თანამშრომლობით დაიწერა პროცესის ინსტრუქციები, პირველ რიგში სააგენტო დაწერა ინსტრუქციები და მერწმუნეთ, რომ აი ამ ბრძანებით სამინისტროში განწყობილი ჩვენი სამმართველოები ნახავთ პეტერსა და მეურვეობის სამმართველოს უფროსი დამთავრებული სოციალური მუშაკი და სოფლის ეკიპი ყველას აქვს თავისი ინსტრუქცია დაწერილი. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს. თქვენ ბრძანეთ, რომ ინგლისიდან იწყებთ ტრენინგებს ძალადობასთან დაკავშირებით. თქვენი სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული UNICEF-ის პროექტში, რომელიც რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს იყო კანონ პროექტი, სადაც კონკრეტდება განათლების სამინისტროს უფლებამოვალეობები და ვალდებულებები შეტყობინებასთან დაკავშირებით, როცა სკოლაში ფიქსირდება ოჯახში ძალადობის საკითხი. ითვალისწინებთ თუ არა ინგლისში აი ტრენინგთან დაკავშირებით შეიტანოთ ოჯახში ძალადობის საკითხებით და ვინ ატარებს ამ ტრენინგებს? სამწუხაროდ ბატონი, რომ ეს რაღაც ცირკულარით ვინც დღეს იყო მოწვეული, ისინიც იყვნენ ყველა მოწვეული, აღარ ვიწვალოთ ალბათ. მინდა სულ ორი სიტყვით გთხოვოთ თქვენს და დავასრულოთ, იმიტომ რომ მართლა გავითავ. აი ესეთ მომიგდა ეს უნება რო შეიძლება იქნებოდა ძალიან კინოულია. ასეთი შემჩა, დიახ, პატრონებანი მასთან მქონდა ასევე შეკითხვა, მე მინდოდა ოჯახის ძალადობის ემიგრანტებიდან გამომდინარე სოციალური სამსახურების ჩართულია აღსრულებაში ხო ჩართულია, ასევე ისინი ჩართულები არიან დამცავი ორდენის ამოწერის შემთხვევაში. მაგრამ რეალურად მიმართულება ამ საკითხზე არ არის. ეს არის ის სოციალური სამსახურების ჩართულების სხვა. ეს მაგრამ მე ბიძინა აი
ეთო წარმოადგენს. მიგროფენობა არა, მიმართულება ამ ორდერზე შევა. მე სპარამი უნდა გადანახოს, რაც მართლა პრობლემულია. აი, შემატავებელი ორდერი, რომელსაც პოლიცია შემოქმედებს ორდერზე, არა სასამართლოში. აი, ეს პრაქტიკა არის, რომ ერთი პოლიციას უჭირს იდენტიფიცირება, თუნდაც ფსიქოლოგიური ძალადობა. აი, პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა და ფიზიკური რა თქმა უნდა რაღაც ნიშანი არ დატოვა ამის პრობლემას. და გამოდის, რომ მე თქვენი ის მაქვს, ხო? ზოგიერთი აქამდე ყველა სამთავრობო ორგანიზაცია რაღაცას აკეთებს. არამედ ის არის თქვენ ბავშვი, რომელიც ამ კონფლიქტში ეხო და ის ძალიან მოკლედ გაზინა. მაგრამ მოსამართლე ამ შემთხვევაში ისე წარმართა პროცესი, რომ პოლიციას შეეცვალა ეს და არ დამტკიცებულიყო ასეთუდა მიმართებაში შემოთავაზებული. მე გამიგებ თქვა, რომ თქვენ ახსენეთ, რომ მოსამართლეებს ჭირდება გადამზადება. სამწუხაროა, რომ 2006 წლიდან დღეს ხდება ადვოკატთა კორპუსის გადამზადება. მხოლოდ დღეს წელს დაიწყო ეს. წარმოიდგინეთ ეს რამე. მინდა აი ამაზე სათავო რეაქცია ანიქენ მონიტორინგი განხორციელდეს პროცესები სახალხო დამსახურების უფლება და სოციალურ სააგენტოებს კიდე რომ აი ერთობლივი ფერმერული კოუჩინგის მეოხსნება რომ არასინქრონაზე აი ფსიქოლოგიური ძალადობა რომელიც სერიოზულ დახსოვებს აი ამას მიეცეს სერიოზულად.